მოგესალმებით, რადგან დაგვინახეთ მე და ხატია, ვიღაცებმა იცით, მაგრამ ალბათ არსებობენ ადამიანები, ვინც არ იციან, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უყურებთ ქალების პოდკასტს. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა იმისთვის, რომ გვაძლიერებთ, ჩვენც გვიყვარხართ ძალიან და ძალიან გვინდა, რომ ერთმანეთი დიდხანს გვყავდეს. ამისთვის პროექტს აუცილებლად ჭირდება მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა და ის ადამიანები, ვინც ფინანსურად ვერ გვიჭერენ მხარს, მათაც განსაკუთრებული მადლობა და თუ არ შეგაწუხებთ, როგორც ჩემი კუ იტყო და რომ დააგვასაბსკრაიბოთ, ანუ გამოგვიწეროთ YouTube არხზე, ესეც ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება არის. დღეს ჩემთვის არის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო დღე, იმიტომ რომ ისეთი ადამიანი ყავს სტუმრად, რომელსაც ვიცნობდი და მე აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და თურმე ანუ რაღაცა ახლიდან დაბადებას მოვესწარი და ვარ ნამდვილად ბედნიერი, ამისთვის მაინც ხატიას ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ახლებურად ეს ადამიანი ისევ ჩემი სულიერი დის დახმარებით უნდა აღმოვაჩინო და თქვენ მოგესალმებით, ხატიას მივესალმები და ვეტყვი რომ წარადგინო სტუმარი. მადლობა ჩემო ძვირფასო. მიყვარხარ ძალიან საღამომშვიდობის ჩვენს მაყურებელს. სოფოს ვუერთდები ყველაფერში და აღარ განუმეორდები. გაგიზიარებთ მხოლოდ პირად დამოკიდებულებას და გამოცდილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება დღევანდელ ეპიზოდში. ესე იგი, მაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, იმიტომ რომ ის ჯადოსნური ამბები და ის ერთი შეხედვით დაუჯერებელი სამყარო, რომელიც დღეს გაიხსნება, ასე ვთქვათ, ჩვენს თვალწინ და რომლის შესახებაც ყველას გვაქვს გრძნობა და რომელსაც მეტნაკლებად ალბათ ბევრი ჩვენგანი შევხები ვართ კიდეც, ძალიან კარგი პერსპექტივებიდან დავინახავთ, მართლა ძალიან საინტერესო თავგადასავალში შეგიძღვებით და ამაში დაგვეხმარება ერთი მართლა ძალიან ჯადოსნური ადამიანი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თავის თავს თვითონ წარადგენს, ესე ჯობია, მაგრამ ვიდრე თავის თავს თვითონ წარადგენს, აქ მნიშვნელოვანი არის ვთქვათ, რომ ეს ადამიანი თვითონაც ამ წერტილში არის და ჩვენს დაგვეხმარება, რომ ვიყოთ ერთი ფეხით, ასე ვთქვათ, იქ სადაც ყველაფერს ვცნობთ, ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერს გგონია რომ სახელები დავარქვით და ერთი ფეხით იქ რაზეც ალბათ მარტო ზღაპრებში, მითებში, სიზმრებში და ესეთ რაღაც არამატერიალური სამყაროს ზე შეხების დროს გვიგრძნია ხოლმე და გვიფიქრია ხოლმე, მაგრამ ეხლა ზუსტად ამ შუალედზე ვივლით და საპასუხისმგებლო საკითხი თქვა სოფომ, მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო არის ეს წერტილი, რომ ეს ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და ჩვენი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა სტუმარი წარვადგინოთ, გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს ყველა იმ შესაძლებლობით, რომელსაც ის ასე ვთქვათ, მოიცავს და ფლობს. მაგრამ ძალიან კარგი იქნება, რომ სახელი და გვარიც კი არ ვთქვათ მისი ჩვენ თვითონ და თვითონ წარადგინოს თავისთავად. პირველ რიგში რა სიტყოდი შენ თავზე საღამომშვიდობის? საღამომშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. პირველი ჩემი გამოსვლა არის ეს პოდკასტზე, ან საჯარო გამოსვლა არის და რა თქმა უნდა, ვის არ დაურეკავდი და დაურეკავდი სოფოს. და ეს პირველი დარეკვა ისე იყო, რომ გამარჯობა სოფო, ძალიან 10 წუთით რო გნახო და მივდივარ და ვაფშე სხვანაირი ფორმატშიც გვაქვს ურთიერთობა, სხვანაირად ვიცნობთ ერთმანეთს და მივდივარ, რომ მინდა პოდკასტზე შენ გამოსვლა ან რაღაცა ესეთი და აბა რასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მაგის მერე მოყვა შედა შეხვედრა და ასე შემდეგ. ვინ ვარ ჯერ მაგას მე თვითონაც ვერ ყვევი მაგაში. მაგაზე გადაწყვეტილი სიტყვას ესეთი ან ჩარჩოებში მოქცევას ვერ შევძლებ ნამდვილად. ყველანაირი რაღაც სახელის დარქმევა იქნება მოტყუება, ან რაღაცის ნიღბის გაკეთება, ან რაღაც ჩარჩოში მოქცევა. მაგას ნამდვილად ვერ შევძლებ. სახელი გვარი პასპორტის მიხედვით ალახვერდოვი ჯემალი მქვია. დღეს ბევრ რამეზე ვილაპარაკებ სავარაუდოდ. ძალიან ბევრ რამეზე. დავიწყებდი იმით, რომ ძალიან კარგად თქვი, რომ ერთი ფეხით იქით და ერთი ფეხით აქეთ. რეალურად ეგრე უნდა ცხოვრობდეთ და ეგ არის ჩემი აზრით სწორი. ანუ არც ორი ნაბიჯით იქით უნდა იყო, ორივე ფეხით იქით და არც იქით არ უნდა გადავარდო. ორივე შემთხვევაში გადაიჩეხები. ანუ ბევრი ის ადამიანი, ან ჩემი კოლეგა თუ ნაცნობი მეგობარი ძალიან ბევრი გადაიჩეხა ეგრე. ანუ არ შეიძლება რაღაცა ის დაივიწყო და იქით გადავარდე. ან იქით გადავარდე და ფსევდოსპირიტუალიზმში რო გადავარდე და რაღაცეებში იყო. არა, აქ ცხოვრობთ, აქ უნდა ვოპერირებდეთ, აქ უნდა ვცვლიდეთ რაღაცეებს და ეს არის მნიშვნელოვანი. ეს დამხმარე არის, მოდი ესე დავარქვათ. მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ დღეს ისეთ სამყაროში და ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ არის ეს დაშვებები, რომ
რაღაც ახალი ინფორმაცია ჩამოვიტვირთოს, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ ახალი დაშვებები, ჩვენი ხედვა და თვალსაჩინო უფრო გავაფართოვოთ და ვაღიაროთ და მივიღოთ სამყაროს ის ნაწილებიც, რომელზეც აქამდე შეიძლება ასე ვთქვათ, ნათელი წარმოდგენა არ გქონდა და ამის თქმა უნდა მე შენზე რომ იმიტომ ხარ შენ ძალიან საინტერესო სტუმარი და თან ცოტა ჯადოსნური რომ ესეთი ძალიან რაციონალური შემდგარი საინტერესო თავის კარიერის თავის ინტერესებით ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც აი რაღაცა აი ამ ჯადოსნური დაშვების გამო აქვს ძალიან განსაკუთრებული ხედვა იმის შესახებ, როგორც ბევრჯერ აღნიშნეთ, რაც ყველა ფეხის ნაბიჯზე აქამდე არ გვხვდებოდა, მაგრამ ეხლა ძალიან გახშირდა და გააქტიურდა. ანუ ჩვენ ცოტა რომ მივუახლოვდეთ თემას, ვილაპარაკებთ ისეთ რამეებზე, როგორიც არის მაგალითად სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ, რომელსაც არა მარტო პლანეტა დედამიწა ქვია, არამედ სისტემა ალბათ ყველაზე სწორი სიტყვა იქნება, რომლის ნაწილიც ვართ აი ამ სისტემაზე იმ წოდნიდან ვისაუბროთ. სისტემური ქაოსი რა კაი. აქედან უნდა დავიწყოთ თუ ისტორია უნდა დავიწყოთ ჯერ. მოდით მაშინ გავაგზავნებ საუბარს უბრალოდ რომ აი მაგალითად ეხლა კი არ იწყება დაშვებები არ სხვადასხვა ის სპეციალისტები რომელიც მაგალითად მე ნამუშევრები მაქვს პაციენტებზე ნანახი ან ესე ჩემი ხედვებით ვიცი გაცილებრივ პროძრიერები იყვნენ მაგალითად 90-იანებში 80-იან წლებში გაცილებით უფრო ძნელი იყო ასეთ რაღაცებზე ჩამოყალიბება და ეს სპეციალისტები გაცილებით უფრო დიდ გამოცდებს გადიოდნენ და რეალურად შეიძლება ანუ ტანჯვა და მარტოობით და ამ ყველაფერში ეხსნებოდათ. ეხლა მაგალითად მე ძალიან მიხარია რომ ამ პერიოდში გამეხსნა, როცა მე შემიძლია დავგუგლო, მოვიძებნო ინფორმაცია, WhatsApp-ით ველაპარაკო, იგივე ჩემ სპეციალისტს ველაპარაკო რუსეთში, იტალიაში, იქ თურქეთში დავრეკო, ანუ კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. შემიძლია პოდკასტები ჩავრთო და რასაც ხედავს, იგივეს ხედავდი მეც მაგალითად და აქვე გეთიშება. წარმოედგინე ხა 90-იანებია გვერდით არავინ არ არის ვინც ამაზე ლაპარაკობს და მარტო შეხედა ეს ჩვეულებრივი პირდაპირ გზა არის ფსიქიატრიულში აი ვინც მაგას გადაურჩებოდა უკვე სუსხანაირად აქ ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა მოდი ესე თქვა ენერგეტიკულად და სუსხა დონეზე მუშაობენ და რეალურად უკეთესი არის ეხლა რო შევადაროთ ანუ ჩემი ხედვა არის ეს თუ არ ვიცი მე ვაოფასურებ არ ვიცი მოდი ამაში ესე ღია დავტოვოთ ეს თემა მაგრამ გაცილებით უკეთესად მუშაობდნენ ძველი თაობის სპეციალისტები მოდი ყველა მხრივ. მოდი რა ვქნათ იცი? უფრო ამით ცხოვრობდნენ. ჯემალ გაგაწყვეტი სხვა აღარ იყო არაფერი. ბოდიში რამასაც ვთქვა, აი კურნალიც გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობდა და შავიც და თეთრიც და მწვანეც. იმიტომ რომ ამით ცხოვრობდნენ. ეხლა ჩვენ ბევრი ის გვაქვს რა დისტრაქცია, მოდი ესე ვთქვა 1000 რამეზე ვართ გადავარდნილი, მე მაგალითად კურნალი ვარ და ტიპი პოდკასტზე ვზივარ. მაგალითად ელემენტარი და არ და მე უნდა ვიყო სადღაც სხვაგან გარიყულად და მარტო უნდა იყო და სულ ამაში უნდა იყო. რეალურად, მაგრამ მე სოციუმშიც ვიღებ მონაწილეობას და იქაც ხო და იქ ხო არ არის ბალანსი? ეგ ბალანსი არის, მაგრამ ეს ასევე შენს craftmanship-ს ეხება. რეალურად. მოდით მე მაქვს ესეთი შემოთავაზება, რადგან ყველა უგრძნობთ, რომ თემა არის ძალიან მოცულობითი და მართლა მასშტაბური და დიდი, უნდა დავიწყოთ, ხო, ანუ საიდან დავიწყებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგი თანმიმდევრობა რომ შევქმნათ, ახსენე სიტყვა გაღვიძება, როცა ადამიანებს შეიძლება ადრეც ეღვიძებოდათ და კიდე უფრო ძველ დროში შეიძლება უფრო ძლიერი იყო ამ ინფორმაციის ნაკადში ყოფნაც, მაგრამ მაშინ იყვნენ მარტო და ეპოქა როცა ვახსენეთ და გაღვიძება, მოდი აი ამ ორი სიტყვის სინთეზი იყოს ჩვენი თემის დასაწყისი. რა არის გაღვიძება და როგორ იწყება? გაღვიძება არა, მოდი ესე სხვა სიტყვა დავარქოთ, იმიტომ რომ ძალიან ის არის რა 1000 რამეს არ ქმნიან უკვე გაღვიძებას. მოდი ესეთ რაღაცას ესე დავაღვწერ. როცა გრძნობ რაღაცას, რაც არ იცით, იც ვერ ადებ, სახელს ვერ არქმევ, ლექსიკონში არ წერია, მედიცინაში დადიხარ ექიმებში, ვერაფერს ვერ გეუბნება, ამოგშენთავენ რაღაცა ტაბლეტებით, რომ ღამე გეძინებოდეს, არადა ჩვეულებრივად ღამის 3-ზე და 4-ზე გეღვიძება ისე რომ შენ დაუნებურად, იმიტომ რომ დრო არის ეგეთი და მაგ დროს არ უნდა გეძინოს, როცა ეს პერიოდს გადიხარ. ანუ 3-დან 4-მდე, 4-დან 5-მდე ყველა ვარიანტში ასეთ ტიპებს აღვიძებენ 1000 მიზეზით. გაგაღვიძებენ, არ დაგაძინებენ. ანუ შეიძლება ტელეფონმა დარეკოს, შეიძლება არ ჩაგეძინოს, ექიმებთან სიარული, ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან არაფერ შედეგს არ დაგიდებს. ჩვეულებრივად გაგტიშავენ. მოდი ამ პერიოდს დავარქოთ, როცა რაღაცები გემართება, ყოველთვის ეს არის დესტრუქციული, ყოველთვის არის დანგრევები, ანუ დესტრუქციული რატო არის? შენი გადმოსახედიდან არის დესტრუქციული. ყველაფერი გენგრევა თავზე.
ანუ და პლუს კიდე ამ პერიოდსაც გადიხარ, როცა ვერავინ ვერ გეხმარება, რაც არ უნდა აღმოჩნდე ჩემნაირთან ან სხვასთან, მაინც ვერ დაგეხმარება. აი ეს პერიოდი რომ თავდება, მე აღმოჩნდებიან ჩემნაირი ხალხი, რომელიც დაგაკვალიანებს, მაგრამ ის პერიოდი მაინც მარტო უნდა გაიარო. ხო, ესე იგი მტკივნეული, მაგრამ გაღვიძების დასაწყისია. გაღვიძების დასაწყისი არის, მაგრამ გაღვიძებას არ დავარქმევდი, უფრო დავარქმევდი დაბრუნებას. შენ თავში დაბრუნებას, რაც შენი არის მაგის უკან დაბრუნებას. გაღვიძება არ არის, ანუ გახსენებასაც არ გახსენებას უფრო. ანუ გაღვიძება რაღაცა ძალიან, ანუ აი მაგალითად მატრიციდან გასვლა, სად რატომ უნდა გავიდე მატრიციდან? შვენივრად გრძნობ თავს. მატრიცაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. შვენივრად გრძნობ თავს. ანუ რას გაურბი ხარ, მატრიცას გაურბი ხარ? მაინც დაგაბრუნებ. ანუ არა, რას გაურბი ხარ? როცა შეგიძლია აკონტროლო, როცა მართო, შენ დაიმონო, რას გაურბი ხარ? ან ხალხი რო ქადაგებს, მოდი ეს დავარკვევთ, მატრიციდან გასვლა. რატო? შეგიძლია მართო. ისე როგორც ხო, მაგრამ ჩვენ ისიც კი არ გვესმის მატრიცა რა არის. ბოდიში. ამიტომ ჯერ ეს აგვიხსენე. ანუ ბოდიში შეხედე, ანუ აი როგორ სწორედ რო ჩამოაყალიბო, რომ ანუ ყველამ თავისი რო არ მიხვდეს რა და სწორედ რო გავაგებინო. ანუ ჩვენი იდეა არ არის გასვლა, ჩვენი იდეა არის ხოლმე აღქმა და მისი კონტროლი. და მისი კონტროლი არ ხდება, ვისაც ძალები აქვს. არა, ეს ყველა ადამიანს შეუძლია თავისი სივრცე მართოს ძალიან მარტივად. მაგალითად, სოფოს თუ შეუძლია თავისი ცხოვრება და თავისი სივრცე მართოს და იმას მისცეს უფლება, რასაც უნდა და რასაც უნდა არ მისცეს უფლება. უბრალოდ ჩვენნაირ ხალხს შეუძლია თავის გარდა კიდე რამოდენიმე სივრცე აკონტროლოს. როგორც მას სხვებითაც აქვს. ერთადერთი განსხვავება, ვისაც შეუძლია დამატებითი ძალები აქვს და ჩვეულებრივ ადამიანს შორის, მოდი ესე გავაკეთოთ. იმას მარტო თავისი ცხოვრების მართვა შეუძლია და ამას შეუძლია რამოდენიმე ადამიანის ცხოვრება მართოს, ანუ ისე რომ არ როგორც თავისას ისე. ხო, მაგრამ ხო ფაქტია რომ ვერ მართავენ ადამიანები თავის ცხოვრებას. აი ეს არის ხოლმე 1000 რაღაცა რო ადევს ზეთ და ისე უბრუნდებით ენერგეტიკას, ესე უბრუნდებით შრეებს, სათითაო შრეებში დაბინძურებები, დაკარგული კრისტალები, ამაზეც ვილაპარაკოთ, დარღვეული კონტრაქტები, ამაზე ხელი არავის არ მოუწერია აქ რომ მოდიოდა, მაგრამ ჩამორთმევები ხდება, უფლებები ხდება ჩამორთმევა სისტემურად. ანუ რაღაცნაირად თავიდანვე ვიცოდით, სად მოდიოდით, რა მოდი ესე ვთქვა, ასეთი ხალხი. ზუსტად ვიცოდით, ანუ ეს სეანსებზეც ვხედავ, მე თვითონაც მაგ, ანუ ნაბის სანამ გადადგავენ, ყველამ კარგად ცის. ხო, მაგრამ ჩვენ ცნობიერად ეგ ინფორმაცია არ გვაქვს. ცნობიერად ქონდა ეს ინფორმაცია, რომ მოდიოდით. ზუსტად იყო გაწერილი, რა მოხდებოდა, როგორ მოხდებოდა, ანუ აი ეს შემოტევები ყველა მზად იყო ამისთვის. მაგრამ აი ნაბის რო გადადგავენ, აი ეს ჩემი თვალით მაგ ნახე ეს და პაციენტებთან ვხედავ. აი სახეც კი გეცვლება, ფეხს გადაყოფ თუ არა ამ ტუნელში და 1000 რაღაც ხდება, რომელიც არც ქონდა შენ, აზრადაც კი არ ქონდა, რომ ამდენად ველური სიტუაცია შეგექმნას მან. და შენ რო უკვე იბადები, უკვე წართმეულია ეს ყველაფერი და ამის აღდგენა არ ხდება მარტივად. ჯემალ გაფანტულ მარგალიტებს გავს, რასაც შენ ამბობ. თუ არ შევეცდებით, რომ ჯერ ავწეროთ რა არის მატრიცა, იმიტომ რომ მატრიცაზე გვაქვს ყველას ჩვენი წარმოდგენა, ჩვენი იმპროვიზაცია და ინტერპრეტაცია, ხო? მოდი ჯერ ასე ვთქვათ, შეთანხმებული მოდელი აგვიღწელე, ანუ უბრალოდ შევთანხმდეთ იმაზე, რომ მოდელი, რომელსაც შენახწერ მატრიცის შესახებ, ეს წარმოვადგენოთ ყველას, რომ ამ დაშვებიდან წარმოვიდგინოთ მთლიანობაში სისტემა როგორ მუშაობს. კარგით, მაშინ სანამ მატრიცამდე მივალთ, მაშინ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რაც ნიშნავს ძალების დაბრუნება. და ვინ ხარ? შენი აღქმა. ანუ მაგალითად, მე რო შეხვდი შენ. ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ საუბარს ვიწყებთ იქიდან, რომ ჩვენ როგორც სულებმა არა. გამიყვანე დამკაში შეხედე აი მაგალითად მე რო შეხვდი შენ პირველი ჩვენ შეხვედრა არის ხო მე რაც არ უნდა აგიხსნა რა არის მატრიცა რაც არ უნდა ცნობიერად აგიხსნა ეს შანსი არ არის შედეგი იქნება 0 ანუ არ არის ერთი არის რაღაცა იცი და ერთი არის რაღაც გაკეთების ძალა გაქვს და უნარი გაქვს და პლუს კიდე ამის შესაძლებლობა ენერგეტიკული ყოფნის რომ შენი გაიტანო ეს არის მეორე ნაწილი. პირველი არის ყოველ შემთხვევაში შენ რო გასუფთავდე, ენერგია მოიმატო, სივრცეში გაიზარდო და შენ არ იყო რაღაც წერტილი, რაღაცა მექანიზმი, და ეხ სივრცეში რო იხედები, მაგალითად ქალაქში, ან თბილისს რო გადაული ხამე, რა უბრალოდ გაინტერესებს რა ხდება ქალაქში მაგალითად.
აი ადამიანებს შეიძლება აი წერტილებად ხედავ, აი სინათლის რაღაც აი წერტილი არის დარჩენილი, როცა მაგალითად აი ელემენტური ატმიური შრე, რომელიც უნდა იყოს ორგანიზმიდან 50 სანტიმეტრზე და 20 სანტიმეტრზე, რეალურად ხალხში არის დარჩენილი 5 სანტიმეტრი ორგანიზმის შიგნით, 10 სანტიმეტრი და სივრცეში რო იყურები, არავინ არ ანათებს. აი მარტო ესეთ ტიპებს ნახავ, ვინც ანათებენ და ჩანან რა, ვინსად არის და რა პროცესს გადის და რას გადის. ანუ შენ ჯერ იქამდე უნდა ახვიდე, რომ სივრცეში კონდეს რაღაცა მასა. მაგის მერე უკვე ტექნიკის საქმე არის და დამუშავების და მაგის მერე ვლაპარაკობთ უკვე რომ რა არის მატრიცა, როგორ მუშაობს და რანაირად მუშაობს. ამის შემდეგ მაგალითად აი მატრიცა რა არის? აი ჩვეულებრივი სულელური მექანიზმი არის. აი არანაირი სულის, არანაირი ლოგიკის, არაფერს, აი ჩვეულებრივი მექანიზმი არის, რომელიც კოდებით არის გამოშენთილი. არაფერი ისეთი არ არის. ან ძალიან მარტივი მექანიზმია, მაგრამ შენ რო ამის კონტროლი რო ისწავლო, ერთი აი მაგალითად, შენ რაც არ უნდა ბოქსის ტექნიკები იცოდე და ჩემი ფიზიკური აღნაგობით არაფერში არ გამოგადგება. აი რაც არ უნდა მაგრად იცოდე თეორიულად ან ტექნიკები იცოდე, ძალა თუ არა გაქვს, მაინც ვერ გაიტან. აი ძალა რო გაქვს, მე უკვე ტექნიკის საქმე არის, როგორ გააკეთებ მაგას. აი ზუსტად იდენტურად მუშაობს. ხო, მაგრამ არა, ერთი წამით. დამეხმარე რომ გავიგო, რომ წამოყვე, ხო? ხო, აქ მაგას ნიშნობა, რომ მე ჩვენთან ერთად ვიყო და ვიგებდე რასაც ამბობ. აი მაგალითად ჩვენ მოგვისმენია რომ მატრიცა არის პატერნების ქსელი, ხო? ანუ რაღაც პროგრამების, რომელიც ჩვენი წარმოდგენები არის ჩვენ თავზე და სამყაროზე. ანუ რაღაც სცენარები. ასევე გაგვიგია რომ არის რაღაც ასე ვთქვათ ჩაკეტილი ესე საფარივით, რომელშიც ბატონო სართულივით ადევს. ხო, კი ბატონო, რომელიც სართულივით ადევს ჩვენს სამყაროს და რაღაც შეზღუდვებს აწესებს, რომ გავიგოს და გავაცნობიეროთ, ასე ვთქვათ, როგორც შენ ტერმინს გამოვიყენებ, ჩვენი ვერტიკალური მე ვინ არის, ან ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე აღვიქვათ. მოდის დავარქოთ, ჩვენივე არხი. ჩვენივე არხი გავაცნობიეროთ, კი ბატონო. ასევე გაგვიგია რომ მატრიცა არის სისტემა, რომელიც ჩვენით იკვებება და ამიტომ იგივე არ აწყობს რომ მისგან თავისუფალი ვიყოთ, იმიტომ რომ ეს რაღაც ვიყოთ ენერგიის ელემენტები, ასე ვთქვათ, რომელიც მას ანუ ბევრი ვარიაცია ვიცით ფანტასტიკის სფეროში, რა შეიძლება იყოს მატრიცა. ამიტომ მინდა შენთან ერთად ვიყო და შენი ახსნა მოვისმინო იმასთან დაკავშირებით, მატრიცა რა არის და მე როგორ უნდა გავუმკლავდე და როგორ ვითანაცხოვრო მასთან. მაგალითად, ძალიან გაუფასურება გამომივა მატრიცის. მაგრამ გონი ეს სასიკეთოდ არის რომ რაღაცა დიდი ურჩხულით გადამეტება და შიშების შექმნა არა საჭირო. ძალიან მარტივი მექანიზმი არის, ძალიან სულელური მექანიზმია, რომელიც დგას ერთ რაღაცაზე, რომ შენ აზრზე არ მოხვიდე და შენ ძალებზე კონტროლი არ კონდეს. შინაგანი ბრძოლა მიდის. ანუ შინაგანი ბრძოლა მიდის არსებების მიხედვით. ანუ აი ეს არსებები და მატრიცა ერთი და იგივე რაღაც არის, ერთ რაღაცას ემსახურებიან, რომ შენ მაინდა-მაინც აი შენი ძალა არ აღიქვა. არ გაიხსენო არაფერი. არ გაიხსენო არაფერი. მაგიტომაც არის შემოგდებული 1000 რაღაცა. 1000 სულიერი პრაქტიკებიც მაგ შორის. სულიერი მიმართულებებიც და 1000 რაღაცა კითხვის ნიშნები, რომელთაც იჭერენ ამ ხალხს. ზოგს გასვლა უნდა, ზოგს შემოსვლა უნდა, ზოგს გასვლა უნდა მარცხნივ, ზოგს ვაფშე არ აღიქვავს. ანუ ეს რეალურად, ანუ ძალიან კომპასი არის ძალიან მარტივი. აი ერთი კომპასით რო ვიხელმძღვანელოთ, ძალას გიმატებს თუ გიკლებს. ანუ ყველა რასაც კი გეტყვიან ახალს, ამ კომპასით რო გაატარო, ძალიან მარტივი არის, პირდაპირ ჩანს ვის ემსახურება და რას ემსახურება. შენ ანუ დაჟე ის იყო წინაზე ვიღაცა ვიდეო ჩამიგდეს, ანუ მე სხვა მედიუმები, სხვა ჩართული ხალხის არაფერს არ უსმენ. ანუ არ არის ჩემი სტილი, არც ასეჭო და არავისაც არ ურჩევ. ვინც კი რამე ჩართული არის, ყველა მიმუშავს თავის არხზე. всё, საკმარისია ეს. ყველას თავისი არხი აქვს და მისიაც ალბათ არა. ყველას თავისი არხი არის და თან კიდე სხვისგან გაგებულს მაინც ვერ გაიაზრებ, მაინც არ ჩაждდება შენში. შენი რაც არის, მაინც მოვა და შენ სხვის დანახულს შენ ვერ დაინახავ, ეს ერთი, მეორე, ვერც გადაამუშავებ მაგ ინფორმაციას და მესამე კიდე არ იცი რას ემსახურება. აი მაგალითად ვიღაცა ქადაგებდა რომ რაღაცა, აი ხალხო, ეხა რაღაცა ცივილიზაციის ხომალდი გვადგება, გადაგვარჩენს რაღაცა. რას ემსახურება ეს? ანუ დამშვიდით, არაფერი არ აკეთოთ, აი ხლა მოვაშველა. ყველაფერი კარგად იქნება. ანუ მაგრამ უნდა ვაკეთოთ. უნდა ვაკეთოთ, ანუ ეგეც უნდა აკეთო არა. გინდა გააკეთე, გინდა არა. ხო, უნდა არის. უნდა არა. ფიჩინგში რო ხართ, მაინტერესებს, ესე იგი, მატრიცა არის ბურუსი ჩემს თავს და უბრალოდ ეს ბურუსი უნდა გავარღვიო? არ არის ბურუსი, ანუ ჩვეულებრივი აი როგორც კომპიუტერი მუშაობს, პროგრამებით არის აწყობილი, ეგრე მუშაობს ეგეც. ანუ რაც შენში არის, იგივეს მოიზიდავს, იგივე სცენარებით რეალებს, იგივე წრეზე გატრიალებენ. აი იმ სამ წრიდან გამოხვალ და ჯერ უნდა ანუ ანუ შენივე
შენივე ენერგია აიღურე ადამიანი შედგება არა მარტო ფიზიკური სხეულისგან, არის კიდე 6 ენერგო შრე. ამ შრეებში ყველა შრეში არის სხვადასხვა ინფორმაცია, სხვადასხვა ფუნქციონალი. მაგალითად, ასტრალურ შრეში, რომელიც ეფუძნება ემოციებს. შენ თუ იქ უკვე აწყობილი კონსტრუქციები, რომ მაგალითად ეს მოვლენები უნდა მოხდეს და ამ მოვლენებით რაღაც არსებები ენერგიას უნდა იღებდნენ შენსგან. შენ ვერ გაიქცევი ამას, სანამ ეს კონსტრუქცია არ დაინგრა. ოღონდ მე თვითონ უნდა დავანგრიო. შენ უნდა დაანგრიო, ან ვიღაც დახმარებით ამ მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ეს უნდა დაინგრიოს. სანამ არ დაინგრიოს, ზუსტად იგივე წრეზე ტრიალებ. სულ სხვა მოვლენა, აი, გარტყმით რომ მოხდეს, შენ მაინც იგივე ფილტრში გავუშვებ და იგივე შედეგს მიიღებ. ლუპში ვარ რომ ამბობენ ეგ არის რა. სავარაუდოდ ეგ არის. თან ასევე არის მაგალითად სისტემური შემოტევები, რომელიც ჩვენ ვლაპარაკობდით ახლა, სანამ დავიწყდით პოდკასტი. ანუ შემოტევების მეტი რა მქონია? ანუ პრაქტიკულად არის ყოველდღიური არა, მაგრამ ძალიან ხშირი არის, 2 დღეში ერთხელ არის 1000-ნაირი შემოტევები. აი პოდკასტი რო გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ დღე გვაქვს არჩეული, მეთქი всё, ჩვეულებრივ მოემზადები როგორ. ანუ რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშაო, რომ აქ შვიდად ვლაპარაკობდე, რომ უკვე დაცლილი ვიყო ენერგიისგან, რომ შვიდად შემეძლო ლაპარაკი თქვენ. ისეთი შემოტევები იყო. აი ვერ სახვწერ, აი ეგეთები არ მქონია. ვის მიზანია, ვინ არიან ისინი და რა მიზნით, ანუ რა უნდათ ჩემგან? იგივე შემოტევები ხელის შეშლა, რა ვიცი, სხვადასხვა ჩართულობა და ჩარევა, იმაში რომ მე რეალიზდე სწორად ან რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავავრცელო, რა ინტერესით და ვინ არის? ვინ ხელს მიშლის? სიმართლე გითხრა, ამაზე პასუხი არ მაქვს. ან მაგნეს ვერ ხვდები. მაგნესში ვერ ჩავწუდე ჯერ. ანუ ერთადერთი მაგას ხვდები, რომ არის შემოტევები ის, რომ ხელს უშლი. აი ვის უშლი ხელს და რატო უშლი ხელს, ნამდვილად ვერ ხვდები და ტყუილებს ახლა აქ მოგონებებს ვერ დავიწყებ. მართლა ვერ ხვდები და ან ჯერ ვერ ვქაჩავ მაგნეს. მაგრამ ფაქტია, რომ ხდება. და ფაქტია, რომ მაშინ ხდება, როცა მაგალითად რაღაცა ცდილობ ასეთი რომ გააჟღერო ინფორმაცია. ან მაგალითად სანამ ჩავეწერებდი ტელეფონები ითიშება, კომუნიკაცია წყდება, რა ვიცი, 1000 რაღაცა გემართება. ანუ ჩვენ ელემენტარული პეიჯებს რო ვაკეთებთ Instagram-ზე, რაღაცა ისეთი ინფორმაცია თუ სენსიტიური არის, ჩვეულებრივ ედები ითიშება, Instagram-ი გვეჭედება, რა ვიცი, შესვლით ვერ შევდივარ და ვაფშე 1000 რაღაცა ხდება. მესმის. ანუ ამაზე პასუხი არ მაქვს. და შეიძლება ეგრეთ წარმოვიდგინოთ, რომ დაუშვათ მე ვარ ადამიანი, რომელიც თან ვატარებ რაღაც განს, დაუშვათ ძალას, საკუთარ თავს, რომელიც არ გამიცნობიერებია და ჩემი თავის გაცნობიერება ვიღაცას არ აწყობს, ანუ ვიღაცებს არ აწყობს, ანუ ეს არის სისტემიზირებული, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა და არ აწყობს, იმიტომ რომ მე მისთვის აღარ ვიქნები სასარგებლო, ანუ თუ ვიქნები გათიშული და არ გაცნობიერებული, უფრო სასარგებლო ვიქნები და თუ გავაცნობიერებ ჩემ თავს. სხვათა შორის ჩემი პრაქტიკიდან და პლუს კიდე ინფორმაციიდან, რომელიც მაქვს, რაც უფრო დიდი არის განძი, მით უფრო მეტი შემოტევა არის. ხო, ესე იგი ნიშნავს, რომ ვიღაცას არ აწყობს, რაღაც ძალებს არ აწყობს. ანუ მაგალითად შენი განძი, ან შენი ის ტალანტი, ან რაც გაქვს ბოძებული, მოდი ესე ვთქვათ, რა საქმეში გამოგადგება, შენ თვითონაც არ იცი. რა საქმეს გააკეთებ, იმიტომ რომ მე მაგალითად წინაზე მკითხა, მაგრამ რა ტიპის პაციენტები დადისო შენთანო. მეთქი, არ ვიცი ვინ არის ჩემი პაციენტი. ანუ ვერ გაიგებ, ვინც მოდის სეანსზე, ეგ შეიძლება არც იყოს შენი პაციენტი. შეიძლება მაგას აკეთებდი, რომ იმან რაღაცა ფუნქციები შეასრულოს. ხო, მაგრამ თუ არ არის შენი პაციენტი, რას შვები? არა. ვინ არის შენი პაციენტი, მაგას ვერ გაარკვევ. ანუ პაციენტი რეალურად ბოლო მიმიღები ვინ არის? შეიძლება შენ გემუშაო, შენ გელაპარაკო, შენ გაგასუფთავო, მაგრამ შენი სხვა საქმე უნდა გაკეთებულიყო. რომელიც არ გაკეთდებოდა ეს რომ შენთან არ გამეკეთებინა. ანუ რეალურად შენთან კი არ იყო საქმე გასაკეთებელი, შენთან იყო სხვაგან იყო, რომელიც მე ვერ აღმოჩნდებოდი და შენ უნდა აღმოჩენილიყო და შენ უნდა გეთქვა რაღაცა, ან გაკეთებინა რაღაცა. ანუ ამას დიდ სურათს ვერ ჩაწვდები და აზრიც არა აქვს. ანუ მე ესე უყურებ. ხო, მაგრამ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს აქვს აზრი და ამაზე რაღაცა პასუხი უნდა მივიღო, რომ გავჩერდე და უკმაყოფილდა და შევძლო მოსმენა. ესე იგი მე გამაჩნია რესურსი, რომელსაც მე თუ გავაცნობიერებ, გამოვიყენებ. მაგრამ რას აწყობს, რომ რაში ვარ სხვისთვის რესურსი, რომ თუ ვერ გავაცნობიერებ, მისთვის რესურსად დავრჩე. ანუ რა რესურსი მაქვს გაცნობიერების გარეშე. მაგალითად, აი მე თვითონ შემოგთავაზე წაეყან ვერსია, რომ შეიძლება რომ მე ვიყო ენერგიის წყარო, რომელთაც სხვა იკვებება და ამიტომ რაღაცას აწყობს სისტემას, არ ვიცი, მატრიცას, რომ მე არ ვიყო გაცნობიერებული. ანუ აი ამ წინააღმდეგობის მოტივი რა არის? ძალიან მარტივად, მაგალითად, აი ეს ხალხი, რომელიც მოდი ეგრეთ წოდებული და მე ესე არ დავარქი, რომელიც იღვიძებს. ანუ ესე რომ გაიღვიძებენ, მაგალითად 1000 შესაძლებლობები არის მანდ. 1000 შესაძლებლობა. სხვადასხვა ფუნქციები აქვს ყველას. აი ისინი რა ეფექტს მოახდენენ?
შეიძლება ჩვენ არ ვიცოდით, მე ყოველთვის ხუმრობით ვიძახი ხოლმე, რომ ჩვენზე გაცლებით უფრო ჭკვიანები არიან. ჩვენზე უკეთესად ხედავენ, ვის რა შესაძლებლობა აქვს. ზუსტად იმას უტევენ, ვისაც რამე აქვს. აი შეიძლება მე ვერ ხვდებოდე, რატო გიტევენ, მაგრამ თუ გიტევენ, ანუ რაღაცა სასარგებლო არ იმანთ რა. უეჭვი. ანუ ჩვენზე გაცლებით უკეთესები არიან მაგ თემაში და უფრო გამოცდილები. ანუ შენი გაგვიძებით რა ეფექტი მოხდება, მაგაზე მე ვერ გაგცემ პასუხს. მაგრამ ის ეფექტი რომ სასარგებლო არ არის ამისთვის ეგ ნამდვილად კი მაგრამ ამაში შეიძლება 1000 რაღაცა იდოს ვიღაცა შეიძლება აი როგორც მოგიყევი მაშინ ჩვენ შეხვედრაზე ვიღაცა შეიძლება სანიტარ ლესა იყოს რომელიც ასუფთავებს სივრცეს ვიღაცა შეიძლება მკურნალი იყოს ვიღაცა შეიძლება მედიუმი იყოს რომელიც ინფორმაციებს გასცემს 1000 რაღაცა რომელიც არ აწყობს ეგ ისტორია მოუყვეთ ერთ სხვა ისტორიები არ მოყვეთ სხვა მოსაყოლია მაგრამ გიბასხობდა მე მოუყვეთ ეგ ისტორია თუ ამ თანმიმდევრობაში ხელს შეუწყობს რომ რაღაც ასე ვთქვათ სტრუქტურით შევძლოთ ამ ამბის თხრობა და გაგრძელება მაშინ მოუყვეთ და თუ არა და მაშინ შემდეგი შეკითხვა მაქვს არა სტრუქტურით მიყვება ამ ამბავს მაშინ კი თქვას და მე დასვი კითხვა ანუ იმ ისტორიაზე მოუყვეთ რაც შემოგიყევი კი მაგალითად ქალის ისტორიაზე ვყვებოდი, რომელსაც ძალები, იგივე კითხვაზე უპასუხებ შენ რას დამისვი. მაგალითად, ქალს აქვს იყო ბევრ მკურნალთან, ესე ჩვენ კოლეგებთან მოდი ესე ვთქვათ, ან ხალხი, რომელსაც ან მოდი დავარქოთ რომ მკურნალები ხო, ანუ არ მინდა ეხა ზედმეტი ისინი. ანუ ჩვენ თვითონაც ძალიან იმის ქვეშ ვართ, ილუზიებშიც ვარდებით, შემოტევებიც გვაქვს, შეცდომებშიც გვაგდებენ, 1000 როგორც ჩვეულებრივი ადამიანი თავის ბრძოლებს გადის, იგივე ბრძოლებს გავდივართ აქ. უბრალოდ მასა არის სხვა, ზომა არის სხვა და შემოტევი. თორე ან იგივენაირად გვიტევენ ჩვენს, უბრალოდ ზომაში იცვლებიან. უფრო იზრდებიან, თორე სხვა არაფერი არ იცვლება რეალურად. ქალი რომელიც ჩაქოლილი იყო spiritual საზოგადოებისგან რომელთანაც ანუ ადამიანები ვისაც ხედვები აქვს რასაც კი შავს ნახავენ ყველაფერს რაღაცა იმას ბოროტებად აფორმებენ პირდაპირ რო აი მოსაშორებელია მოსახსნელია გასაშორებელია უარი უნდა თქვა და ეს ქალი იყო უკვე აი სუნთქვა აღარ შეეძლო და მე მეგობარმა დამირეკა ჯემალ მიხედეო რა მეთქი კაი დაველაპარაკე ტელეფონზე მეთქი ვაფშე არაფერი არ არის ეგეთი რა მოსაშორებელი პირიქით. ან რაღაცეები არის ფუნქციონალის ნაწილი თუ არის, ფუნქციონალის ნაწილი თუ არის, ეს ვერ იქნება ბოროტება. აი, გინც შავი იყოს, გინც თეთრი იყოს და გინც მწვანე იყოს. არ აქვს მნიშვნელობა. თავარია როგორ იყენებ. ან ეს იგივეა მე მაგალითად იარაღი მიდევს ჯიბეში. მე შემიძლია ოჯახის დავიცვა ამით და ვიღაცა გადავჩეხო კიდევაც. ეს ჩემზე არის. თორე იარაღს კი მოგცემენ, მაგრამ გააჩნია როგორ გამოიყენებ. ანუ აქამდეც უნდა დავიდეთ და ეს ადამიანს მზად უნდა იყოს ამის სატარებლად და ამის ასაღებად. ნუ რაღაც ჩემ თავზე ავიღებ პასუხისმგებლობა, მეთქი მე ვიღებ პასუხისმგებლობა, შენ თუ რამეს დააშავებ. ან ჩემზე იყოს ეს, რომ მე გადაგჩეხე, ან მე დაგაკვალიანე, რომ ესე გავაკეთე. ანუ რეალურად მე მგონი ხა კარგი მომენტი არის, რომ ის ვთქვათ, შენ ვინ ხარ, ხა მე კი გადავწყვეტე რომ ამ ეპიზოდს გთხოვ გავაგზავნებ და უფრო მივხვდებით. ანუ ჩვეულებრივი შავი ძალები არის, რომელსაც მე პაციენტებს ხსნი, ამ გოგოს ყავს და ვეუბნები რომ მიენდე მეთქი და მიიღე შენი ძალა. ან ძალიან დიდი ექსპერიმენტიც კი იყო, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ჩემზე, იმიტომ რომ რასაც კი დააშორს, ყველაფერი ჩემზე იქნებოდა. ანუ მე დავაკვალინე, მე მივეცი უფლება და მე გადავჩეხე, ესე გამოდის. არაფერიც ეგეთი. ჩვეულებრივი ფუნქციონალი გაიხსნა, რომელიც ჩვენაერ სივრცეში ასუფთავებს სპეციალისტებს, რომელმაც გადააჭარბეს. თქვენთვის არის მოსული. ჩვენივე სივრცის ის არის მაკონტროლებელი არის ეს კალი და კონტროლს ვერ შეიძლება ასეთი იმის გარეშე იარაღის გარეშე ან დამხმარეების გარეშე. ხო, ნუ მისი ფუნქცია ეყოფა. მისი ფუნქცია ეგ არის. მაგის მე რამოდენიმეჯერ ველაპარაკე, ხან ვის უვარდება, ხან ვის და ყველგან მართალი არის. ყველგან მოხდა გადაჭარბება. ანუ და მოვდივართ იმ თემაზე, რასაც უნდა გველაპარაკა. სივრცე კონტროლდება თუ არა? ანუ ვიღაცას თუ გონია, ან ესეთი რაღაც დაბეჭდილება მექმნება მე პირადად, შეიძლება არც იყოს ეგეთი. რომ აი რენდომლი ვიღაც ხალხს რაღაცეები ეხსნება, რაღაცა გაღვიძების პერიოდს გადიან რა, არაფერი ეგეთი არ არის. ანუ ზუსტად და აი მათემატიკური სიზუსტით ხდება ყველაფერი. ხო, მაგრამ მე ვერაფერს ვერ შევცვლი? ანუ მე არ შემიძლია რამის შეცვლა. არა. ჩვენ ხა ადამიანებზე არ ვლაპარაკობ, ჩვენ ვლაპარაკობთ უკვე სივრცეზე და ამ სივრცეზე მომუშავე ადამიანებზე.
ანუ ხალხთან საზოგადოებაში არის ესეთი რაღაცა ჩამოყალიბებული იდეა, რომ ანუ გარკვეული ხალხი არის, ვიღაცა ესეთი არის, ვიღაცა ესეთი არის, ვიღაცა ესეთია და ყველა რა თავის დაკრულზე ცეკვავს, ანუ ვიღაც რაღაც ძალები აქვს, რაღაც საკეთებენ, ამ ხალხს როგორ ირჩევენ კაცშვილმა არ იცის, რატო ირჩევენ, რის საფუძველზე, ვაფშე, ანუ თითქოს და ესე თავისით ხდება და თავისით ხდება ამის გაღვიძება. არა და არ არის რა ეგრე, ყველაფერი სწორედ კონტროლდება, ყველაფერი კარგი. კი, მე წერამცხადე რომ ჩაგჭროდით, იმიტომ რომ ტყუილად არა გააზრებულად, იმიტომ რომ ამ საუბარში ჩემს დაუცვათ უნდა შევქნათ სტრუქტურა, რომ მართლა ნათელი იყოს რა. და როდესაც მაგალითად ლაპარაკობთ ვიღაცაზე რომ ჩვენ და მაყურებელს არ ესმის ვინ არის ეს ჩვენ, ან იქ რაღაცას ავღწერთ, რომელზეც არ გვაქვს მოდელი ახსნილი და ავღწერთ, არ მივდივართ სწორად, ეხლა არ გამაწყვეტინო, მე გთავაზობ ეხლა ესეთ რამეს, რომ მოდი ჯერ სოფომ თქვა დასაწყისში, რომ ჯერ ხო არ ვისაუბროთ იმაზე, ვინ ხარ შენ და შენს ისტორიაზე. და მოდი უბრალოდ ესე ვქნათ, ანუ შენ ახსენე რომ მკურნალი, ნუ ხედავთ რომ ხედველი ხარ, რაღაცა მეტი ინფორმაციასთან შეხება მოგიწია და ფლობ მართლა დიდ ინფორმაციას და ამიტომ ვთქვათ შენზე ესეთი რამე ახლა მაგალითად მაგის გაზიარება მინდოდა რომ მე გადავწყვეტე რომ ამ ეპიზოდს დავარქვათ დემონებზე მონადირე ახსენა რომ ვიღაცები უფრო დიდები არიან რაღაც რაც ანუ უბრალოდ ეს ყველაფერი იმდენად გაფანტული არის რომ ამას უნდა მოუყაროთ თავი და მოდი რადგან სისტემის აღწერიდან შეუძლებელი აღმოჩნდა ამის აღწერა დავიწყოთ შენი აღწერიდან ანუ რა მოხდა შენ ცხოვრებაში რა გარდამტეხი მომენტიდან მიიღე შეეხე ამ ინფორმაციას და მიიღეს ინფორმაცია და აღიარე შენი თავი ამ ყველაფრის ნაწილად და ვინ ხარ დღეს რა შეეხმარება ადამიანს და რას ხედავ? მადლობა ასეთი შერქმევისთვის, სხვათა შორის რაც კარგად ჩაჟდა. ჩემ თავზე რომ დავიწყოთ, ანუ ერთსახ, ანუ ჩვენში ჯერ ვიტყვი რომ ეს არის ხალხი, რომელიც სივრცეში მუშაობს. ან აფუჭებს, ან აკეთებს, ან დესტრუქციული, ან პოზიტიური, არ აქვს მნიშვნელობა სივრცეში, ვინც კი ჭაჭანებს. ან ჩვეულებრივ ხალხი იქ არ შედის, არაფერს არ ცვლის, არაფერს არ მუშაობს, აი ეს ხალხი ჩვენში იგულისხმება. ჩვენიანები კი არა, ჩვენ ხალხი, რომელიც იქ მუშაობთ. ან შევდივართ ზოგი მაგალითად შედის ინფორმაციას იღებს გამოდის, ზოგი იქ რაღაცას ცვლის. მე ყველაფერს ვაკეთებ. რა მიყვება? ჩემზე რო ვილაპარაკოთ მაგალითად მე საერთოდ წლებია გაურბივარ ამას. აი საერთოდ არ მინდოდა ეს ყველაფერი და მაგიტომაც მიგვირს ხოლმე ეს გაღვიძებებს და რაღაცებს რომ მიასკდებიან რომ გავიღვიძოთ საერთოდ არ მინდა რომ შემეძლოს დაბრუნება დიდი სიამონები დავბრუნდებოდი ანუ საერთოდ არ მჭირდებოდა ანუ იდეალურად მქონდა აწყობილი ყველაფერი და მშვენივრად ვიყავი ჩემი ის პატარა სამყაროში მე გავაფართო ეს ну გავაფართოვეთ სხვაგან გადავიჩეხე ეს დრო გვაჩვენებს მაგრამ ანუ რეალურად ის რაც ჩემი ხედვები იყო დღეს რასაც მე ცნობიერად ვაკეთებ 3 წლის ასაკიდან მომყვება ეს ყველაფერი მაგრამ სულ მეგონა რომ აი ბავშვური ილუზია არის ბავშვური ისინი არის არ მინდა რომ გიჟას ჩამთვალონ და არა გეგონებოდა რომ სხვებიც ესე ცხოვრობენ სხვებიც ესე ცხოვრობენ ეს უკვე 13-14 წლის ასაკიდან წამოვიდა რომ მეგონა რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის და უკვე 20 წლის ასაკებში უკვე მეგონა რომ ცოტათი უფრო გადაღლილი ვარ სტრესიდან და ცოტათი უკვე იქით ვარ და ჩუმად იყო ჯობია. იმიტომ რომ ანუ წლებია ეს მომდევს, მაგრამ არ მეგონა რომ ეს რაღაცა მნიშვნელოვანი არის, მეგონა რომ ეს რაღაცა შეცდომა არის, ან twins აკარეული რაღაცეები, ან სტრესიდან, ან იქიდან, ან აქედან გამომდინარე და ჯობია ამაზე არ ელაპარაკო არავისთან. ანუ რეალურად ანუ მე რო დავდივდი რაღაცებს ხედავდი, ოკეი, კაი, ხედავ, ჩუმად იყავი, რამედი მიხედე, შენ საქმეს გადაღლილი ხარ, დაისვენებ, გაგივა. ან ერთი დაждები ცოტის დალევ და გაგივა, ან დალევა უარესად გავყავდი ხოლმე. მაგრამ წლებია ამას ფაქტურად გაურბოდი და ბოლოს უკვე ისეთ მომენტამდე მივედი, რომ უკვე ან გასაქცევი აღარ დამიტოვეს, ანუ არ უნდა აკეთო, ან არ უნდა აკეთო, ან უნდა კონდეს, თან ასეთ ხალხს ყოველთვის შემოტევები აქვს. ისეთი რომ შეძლო გახსნა და ბოლოს ის გახსნა თავისივე თავის, იმიტომ რომ მაგის შესაბამისი შემოტევებიც გაქვს და შენ თუ არა, სხვა ვერ დაგეხმარება. ესეც რო თქვი, ანუ შენ, ანუ თავიდანვე არის ეს ჩადებული, იმიტომ რომ შენთანვე გაასუფთავა ეს ყველაფერი. მაგალითად მე ახლა მე ერთ ბიჭის ამბავსაც მოგიყვებით, კაცის ამბავსაც მოგიყვებით, მკურნალის რომელი არის. და უფრო მიხვდებით რა როგორ არის. და ბოლოს იმ სტადიაზე მივედი, რომ უკვე მეგონა რომ უკვე ფსიქიატრიული მიწერია და უკვე ეს სცენარი უკვე თვალწინ მიდგას, რომ უკვე ყველაფერი ცუდად არის და მივედი უკვე ხახთან რომ გთხოვთ რამე ვქნათ, ოღონდ ისე ჩუმად. ბევრი ხმაურის გარეშე. დამაწვინეთ ჩუმად. ხო, ჩუმად. არ დამაწვინეთ, ტაბლეტები არ მინდა, მაგრამ რამე ქენით რა.
даже ფსიქოლოგთან რომ მივედი ჩემ თერაპევტზე, ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან ეხაც პატივს ვცემდა და ძალიან დიდი სიყვარულით ვარ, მაგასთან რომ მეთქი, ანუ ეს საუბარი აქედან არ უნდა გავიდეს. და ხო ჯემალ რა უნდა მომიყო და ეგ უნდა რაღაც დაშავებული მაქვს, ანუ კაცი მოკლული ან რაღაცა ინდონეზი და მითხარი რა, მეთქი, ანუ არავისთან ხმა არ უნდა მოიყო და რაო და მეთქი ხედავ მეთქი და რას ხედავთ მეთქი ყველაფერს ყველაფერს მეთქი აი წინა პაციენტი ვინ ყავდა ჩემამდე მაგაზე მოგიყვები თუ გინდა რა პრობლემა აქვს აი ჩემს მერე ვინ ყავს ჩაწერილი აი ხა ტელეფონზე დავურეკე მეთქი აი ვინც გელაპარაკება ხო ესეთი ტიპი არის ხო ეს პრობლემა ხო არის დიაგნოზი ხო ეს არის ხო და ჯემალო ოკეი კაი დამშვიდი მივხედავთ ესეთები ხდება რაღაც და გადის ერთი 3-4 დღე რა და მირეკავს რომ ერთ კაი კაცი უნდა გაგაცნო და წამიყვანეს უკვე ჩვენიანებთან უკვე როგორ მიყვარეს ანუ ძალიან გამიხარდა რომ არა ფსიქიატრიული და ხო სხვაგან მიმიყვანეს და ესე ჯერ ვზივარ და მეთქი ანუ პირველი რეაქცია იყო ჩემი ესეთი რომ სექტაში ხوار მოვხდი რაღაცა მაგის ისინი ხوار და ყველაფერი გადავამოწმეს ანუ კითხულობდი ხოლმე სტუდენტობის დროს რა სექტა როგორ იქნება, ვაფშე როგორ არის, რა მახასიათებლები აქვს, რაღაც და ყველაფერზე გადავამოწმე, მეთქი სახლის შადებას არ ვაპირებ აქ და რაღაცა, ანუ შიშებით მიხვედი. შიშებით მივედი და სხვათა შორის იცნობ და ხა არ მინდა ხა საჯაროდ ვაპარაკო და რომ მორჩებით მითხარი. ხო და მეუნება რომ ჯემალ რას მკურნალობა აქეთ შენ უნდა მიიღო ხალხი და ვიცი ვინც არის. ხო, ვინც მიმიყვანა მაგასთან მეთქი, ხო არ ატრაკებს მეთქი რა, ეს რა რაღაცა, ხო და ბევრი ხوار მოუვიდა ამას და მიენდეო რა აცალეო რა ეს 2 საათ ნახევარი რაღაცა ვაპარაკობდით მე რა თქმა უნდა გამოვედი რომ მეთქი ამათაც არაფერი არ წოდნიათ ამათაც ანუ ვერ მიშველეს რაღაც და მივედი სახში და მეორე დღეს რაღაც ურეკავ რა იგივე ტიპს მეთქი ამოვალ მეთქი რატო ამოდივარ არ ვიცი პროსტა გამოვალ მეთქი შენთან თან სამსახურის მერე იყო მივდივარ და ანუ ჩოლებად პაციენტი უზეს რა და ამ გოგოს აქ რა ვიცი ხმები ესმის და უკვე ფსიქიატრიული გამოვლილი აქვს ეს ყველანაირ ფსიქოტროპულებზე იჯდა ეს გოგო და კიდე ესმის ეს ხმები და შევდე ჯემა კაი დროს მოხვედიო მეთქი ხო ანუ ანუ დაელაპარაკეო და მეთქი ხო დაველაპარაკებ და ვზივართ ესე ვჭორავ და დატოვა ოთახი და წავიდა ან ჩვეულებრივად წავიდა და ეს ხმები მესმის და ესენი გესმის მეთქი და პირდაპირ უთვლი ამათ და ნუ ვეუნები რომ ეს ესე გელაპარაკება ეს ამანის სათითაოდ ეს დავიწყეთ ამათი მოხსნები ოღონდ როგორ ხსნი რანაირად ხსნი არც არავის არ უსწავლი არც ანუ ჩვეულებრივად და შემთხვევით მოხვდი ადამიანთან მაგის პაციენტი დამითმო გავიდა ისე რომ არაფერი არ უთქვია. ანუ ეგ იყო წერტილი, როდესაც მოხვდი შენიანებში და მიიღე შენი თავი და რასაც ხედავდი ასე ვთქვათ. შენიანებში არა ის რაც მეშინდა და ეგ არ დამემართა. სადაც გაგიგებდნენ და მოგისმენდნენ და რაღაცა ძალიან არ ეუცნაურებოდათ ეს ამბავი. და დღეს როგორ ეხმარები ადამიანებს ამ ცოდნის უკვე ინსტრუმენტებს ფლობ, ხო? ანუ ამ ხედვამ მოგცა რაღაც, რითიც ეხმარების ხვებს. ხო, მაგის მე უბრალოდ პრაქტიკის საქმე და გამოცდილება არის, რომ უბრალოდ ის მოგვარებაში, აი როგორ ეხმარები, იცი რას გეკითხები, პრაქტიკა და რეალურად რასახელით შენ დამარქვი იდეალურად ჩდება, რასაც მე ვარქმევდი სხვადასხვა სახელებს და რეალურად მაგას ვაკეთებ. ანუ ის შავი ძალები არის, ბნელი ძალები არის, ამას ხსნი უბრალოდ ადამიანისგან და 1 და 2 არ აყავს ხოლმე. ჩვეულებრივ ადამიანსაც 1.40-50 ჩასახლება არის ხოლმე ორგანიზმში. ხო. და მე ვიცი რომ შენ ამას ეძახი ხოლმე ენერგოპარაზიტებს, ხო? მოდი მათი აღწერაც ვცადოთ. დამამშვიდებლად ვიძახი ენერგოპარაზიტებს, მაგრამ რეალურად ასტრალური არსებები არის, რომელიც იკვებებიან შენითვე. და შენ რო ახსენე დასაწყისში რომ ეს მატრიცა იკვებება ჩვენით, მატრიცა კი არა, ეს არსებები იკვებებიან. იმათ ჭირდებათ მატრიცა, მაშინ სადღაც ცოტა ეგრე გამოვა რა? ზუსტ იმას თუ შევძელი ჩემი მატრიცის მართვა, შევძლებ იმასაც რომ ეს არსებებიც მოვიშორო. შეიძლება, მაგრამ ჯერ პირველი ეს უნდა მოიხსნა და მერე უნდა დაიწყო მართვა, უფრო ეგრე არის. ცოტა უპირიქით ყოფილა. იმიტომ რომ ესენი მე მიშლიან ხელს რო რაღაცა ჩემი ენერგიის არხები იყოს სუფთა და გახსნილი და რეალიზდეს სწორად, ხო? შენი ენერგიის არხები, მერიდიანები, შენივე არხი რო შემოდიოდეს თავისუფლად. მოდი ეს სხეულები აღწეროთ, შენ ამბობ რომ რამდენიმე სხეული გვაქვს ნატიფიდან რაღაცა. ადამიანი რეალურად თავისივე არხზე ხელოვნური ჩარევის გარეშე, ხელოვნურ ჩარევაზე გულისხმობ ყველანაირ ეგრეგორულ ჩარევებს, რომელიც ენერგიას აწვდის. ეხლა სახელებს არ დავასახელებ, ყველანაირი ჯგუფი, რომელშიც გადიხარ ან რაღაცას ჭამს, სვავ, ან გადიხარ იმას ინიციაციას. ეს ყველაფერი არის ეგრეგორი. იქიდანაც გადის ენერგიები და ჩვეულებრივად, მაგრამ ანუ ძვირი გიждდება, მაგრამ ძვირი ჯდება საფასურად, ანუ რასაც გასდევენ მე გასწევთ რომ მეტი მიაქვთ.
პირამიდის სქემასავით მუშაობს, ჩვეულებრივად პირველი შეიძლება რამოდენიმე თვე კარგი იყოს, მაგრამ მე იმდენად უარესი ხდება, რომ მე ამის ჩახსნები გჭირდება ხოლმე. ისე გავეხმაროთ ჩვენს მსმენელს, ეხლა რომ წარმოიდგინოს რაზე ვლაპარაკობ. ჩვენ ვიცით ჩვენი ფიზიკური სხეულის შესახებ. სად არიან ეს არსებები? ჯერ უნდა აღწეროს სხეულები. ეს რომ თვალსაჩინო იყოს და კარგად წამოყვეთ, ვინ სად რას გვირღვევს, ჩამოგვითვალე, რაზე ვლაპარაკობთ, ანუ რისგან შევდგებით იმის გარდა, რასაც ხედავთ. ანუ აქ მოდიოდი, ანუ ადამიანის სხეული ყველანაირად ფიზიკური და პლუს ენერგოინფორმაციული ველები, ყველაფერი ივსება ენერგიით და შემოდის ორი ნაწილისგან. ერთი არის კოსმოსური ენერგია და ერთი არის დედამიწის ენერგია. ამ ენერგიაზე ვარ დაერთებულები. როცა ყველა შრე სუფთა არის. ანუ ადამიანი ფუნქციონირებს, ადამიანს ენერგია აქვს, ორგანიზმი არ არის ჩაშლილი და არანაირი პრობლემა არ აქვს, არც ემოციური, არც მენტალური, არც სულიერი, არაფერი. მაგრამ იმის გამო, რომ 1000 რაღაცა ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ყველაფერი ენერგოსხეულები ან მცირდება, ან ივსება. მაგალითად, ატმიური შრე, მაგალითად, არის ენერგიის შრე. პირველი ენერგოინფორმაციული შრე არის, რომელშიც არის ადამიანის ენერგიის ზომა, ან მარაგი მოცულობა. აი რომელიც უნდა კონდეს ადამიანის ორგანიზმიდან 50 სანტიმეტრში. ჩემთან ეხა პაციენტები რა თქმა უნდა შემცირებული დიულია, მაგრამ ქალაქში დავდივარ თვალი შეჩვეული არის, ხო? ორგანიზმის გარეთ გასვლა ძალიან იშვიათად თუ შემხდება. აი მაგალითად სოფო. ჩვენივრად არის. აი შენთან რო გითხარ 18 სანტიმეტრია მეთქი მაგაზე ვიძახდი. ანუ ეს თუ არ შეივსო და არ გახდა 20-50 სანტიმეტრი, საუბარიც კი არ არის არაფერზე. რომ ამის ენერგია კონდეს. შეივსო რითი? ანუ ენერგიით კოსმოსური და დედამიწის. აი მე თუ არ არის ეს შესებული, მე უყურებთ რომ საიდან არის ივსები, რატო არ შემოდის ენერგია. მაშინაც რო ვთქვით, ან დედამიწასთან კავშირი გაქვს ცუდად, ან ეს არხი არ მუშაობს, ან ჩახერგელი არის. ჩახერგვასაც 1000-ნაირი პრინციპი აქვს, რომელ სართულზე არის ჩახერგელი, რატო არის, რა აზის, ან ვაფშე არსებობს. შეიძლება ეს ენერგოცენტრი არ იყოს, საერთოდ დაკარგული იყოს და ვაფშე არ იყოს დაერთებული. შეიძლება არ იყოს დაერთებული იმის გამო, რომ ეხა არ გჭირდება ამაზე დაერთება და სპეციალურად გათიშული და მე მაგას ხელის არ უნდა შევშალო. ესე მარტივად არ ხდება ამის ახსნა, მაგრამ სტანდარტულად უნდა იყოს დედამიწაზე დაერთებული, არხი უნდა იყოს სუფთა და იყოს კოსმოსზე დაერთებული. და ეს ენერგია ორგანიზმის გავლით უნდა უკავშირდებოდეს მეორე ენერგოცენტრს. ანუ ეს უნდა გამტარი უნდა იყოს. და გვხვდება სიტუაცია მაგალითად კოსმოსური ენერგია თავშიც კი არ შემოდის. ანუ ორგანიზმის გავლას და ქვევის ჩასვლაზე საუბარიც კი არ გვაქვს. თავშიც კი არ ჩადის. მაგალითად, როცა ადამიანს სიმულაციაში უყურებ, რომ იდეალურად, მაგალითად, ჩარევის გარშე დიაგნოსტიკის დროს რა, სიმულაციაში უყურებ, ჩვეულებრივად ამას უნდა ქონდეს 7 სანტიმეტრი არხი, მაგალითად. ანუ სანტიმეტრებში გადამაქ იმიტომ კი არ მნიშვნელოვანია, უბრალოდ რომ ხალხის გასაგები იყოს რა, 7 სანტიმეტრი უნდა იყოს და არის დარჩენილი 0.3. 1 სანტიმეტრი. არის და ისიც გამტარიანობა შუბლამდეც კი არ ჩადეს ეს ენერგია. ან დედამიწის არხი უნდა ქონდეს 7-8 სანტიმეტრი და საერთოდ არის მოწყვეტილი. რა პრობლემები აქვს ამ ადამიანებს და ვიღაცა თავის თავს გამოიცნობს? 1000-ნაირი პრობლემა შეიძლება იყოს, მაგალითად, პირველი ჩაკრიდან დაწყებული, მეშვიდემდე დამთავრებული, ან შიდა ბლოკები, ან არ არის გახსნილი. მატერიალურ სამყაროში როგორ ვლინდება ეგ? ანუ ნახე, ვიღაცას აქვს ეს 7 სანტიმეტრის, მაგრამ 1 სანტიმეტრი არხი. ატმიურ შეზერასაც ვლაპარაკობ. ატმიურში არის უენერგიობა. ანუ სისუსტე დაღლა. ანუ ატმიურს აქვს ერთი რომ ენერგია კონდეს. ატმიურში მაგალითად თუ შემცირებული არის, არ გაქვს უბრალოდ ენერგია, ასე ვლინდება. მორჩა. მეტი არაფერი. ხელს არაფერში არ შეიძლება. ოპერირებ ჩვეულებრივად, უბრალოდ ხარ უენერგიო. ენერგიის საცავი არა, ოპერირებ თუ არ ოპერირებ, ესეც საკითხავი არის, მაგრამ ენერგია არ აქვს. აი მაგალითად მეორე შრე, ასტრალური შრე, არის სრული ემოციების შრე. ამის ზომა მაგალითად ჩვეულებრივად ეს სტანდარტულად ხდება ხოლმე 6-7 მეტრა უნდა იყოს დაახლოებით ადამიანის ორგანიზმიდან. ან ფიზიკური სხეულიდან 7 მეტრამდე უნდა ადიოდეს. აქ კიდე მნიშვნელოვანია რამდენად დაბინძურებული გაქვს. აი ეს ტრამვები და ეს ყველაფერი და ემოციური ეს პარაზიტები თუ შემოგივარდნენ და შენ თუ ვერ გადახარ შეცხოვრებაში მოვლენილ, ეს ჩვეულებრივად რჩება ასტრალურ შრეში. ასტრალურ შრეში ეს რო დარჩება, უკვე სხვა ემოციების შემოსვლის შანსიც კი აღარ არის ხოლმე. მაგალითად, ჩემთან მოდიან მაგალითად ასტრალურ შრე არის
მაგალითად 4 მეტრა და 5 მეტრა შემცირებული არის. და პლუს კიდე თავისუფალი ენერგია ამ შრეში არის 3%, 5%, 7%. რაზე გვაქვს საუბარი, მითხარი? რა პოზიტიურ ემოციებზე არის საუბარი? 5% საიდან? ეგ არ გვესმის ჩვენ. ჩვენ პირველ კლასში ვართ. 100-დან თუ 10-დან. არა. ანუ თლიანი შრეში თავისუფალი ენერგია რამდენი არის? აი მაგალითად ეს ოთახი დაუშვათ, რომ არის ასტრალური შრე, შენი დაუშვათ. და ამ ოთახში შენ სადაც უნდა იყო კომფორტულად, სადაც უნდა გრძნობდე თავს კარგად, სადაც შენ უნდა ივსებოდე მოდი ემოციებიდან. და ეს ოთახი აქვს შემცირებული და პლუს ნაგვით არის სავსე ეს ყველაფერი და სუნიც ასდის მაგალითად. და შენს გარდა კიდე 3 კაცი ცხოვრობს აქ. და შენ გინდა რომ თავს ბედნიერად გრძნობდე. ან სიყვარულს განიცდიდე? რა მარაგით 5%-ით, 3%-ით? და ყველგან რაღაცა კონსტრუქციები არის და ემოციები არის, ზოგი ჩახურულია, ზოგი არ არის ჩახურული, ზოგი სუნი ასდის, ანუ ასეთებიც ხდება, ანუ ასტრალურ შრეს რო ხსნი, ანუ ნეკროტული სუნების კი მოდის იქიდან. ანუ ასტრალური შრის ფუნქცია არის შე რომ დადებით ემოციებს გრძნობდე. დიდი არის და ენერგია არის ამაში გრძნობ. ჩახერგილია ზუსტად იმას გრძნობ, რაც დევს მანდ. აქ გამოდის ეს კონსტრუქციები, მაგალითად, აი კონსტრუქციები, მე ვარ მსხვერპლი, მაგალითად. აი ეს კონსტრუქციებს პირდაპირ თვალით ხედავ მე ამას. რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, მაინც იგივე შედეგზე გავა. იგივე ემოცია. როლში იქნება. არა, ყველაფერს მაგ პრიზმით შეხედავს. ან მეორე, ან მესამე, მეოთხე, 1000-ნაირი პრიზმები არის, მაგრამ ანუ ასტრალური შრე არის ემოციების. მერე მაგალითად მენტალური შრე. აი ჩვეულებრივად მაგალითად მენტალზე აგებული ადამიანები, აი ბუღალტრები, არქიტექტორები, მაგათაც რომ ამოწევ ასტრალურ იმას მენტალურ შრეს, შევენივრად არის ყველაფერი გაწერილი. ანუ ყველაფერი არის კარგად დაალაგებული, ზომებში არის 9-10 მეტრებზე ადიან და ყველაფერი არის გამტარიანობა აქ 100% ამ შრეს. არანაირ ჩახერგილობა არ არის. არა ბუღალტერი? არა. ანუ მე ხა მაგალითს მოვიყვან. არის მაგალითად მოდიან პაციენტები, რომ აი არაფრის თავი არ მაქვს, რომ ახალი შევისწავლო. ანუ მენტალურად. შეიძლება შენ გინდოდეს ფრანგული სწავლა, დიდი ემოციები გქონდეს, მაგრამ თავი ვერ მოაბა. და მენტალურს უყურებ, ყველაფერი ერთმანეთში არის არეული. ვაფშე სოფხედულობები არის ერთმანეთში არეული, რომელი ყუთი რომელშიდაც ვაფშე ვერ გაარკვევ. ანუ გაწერილად არ არის. და პლუს კიდე, ანუ სიმულაციაში რომ ამოწევ აქედან ენერგია ასტრალურიდან მენტალში ვერ გაივლის, იქვე იხერგება. ანუ ამას აქ მაგალითად მენტალურ შრის ფუნქცია არის რაღაცები რო ისწავლო. ანუ ახალი ინფორმაციის მიღება, ახალი ინფორმაციის დამუშავება და 1000 რაღაცა. მერე გადადიხარ მაგალითად კაუზალური. კაუზალური არის. ანუ კლასიკურად კაუზალურს ვეძახით ხოლმე, მაგრამ უკვე პოდკასტზე ვარ და სიმართლეც ვთქვათ. კაუზალურს იძახიან, მაგალითად ჩვენი დაბადებიდან დღემდე. დღემდე რაც გამოვლილი. ეს არის აი ესეთი საბავშვო ბაღის დონე. რეალურად რასაც ახლა ჩვენც არ საჯაროდ არ ვიძახდით ამას, მაგრამ რეალურად კაუზალურში არ რამდენი შენსული არის ამ ავატარში შემოსული და გაცნობიერებული. ანუ კაუზალურს რო უყურებ მაგალითად მე რო გავხსნი, ზუსტად ჩანს მან რა ხდება, როგორი კავშირი არის სულთან. თავისთან აქმა აქ მატერიის და სულის კავშირია ეგ? არა. აბა, ჩემი ეხლანდელის და ზეციური კავშირი. всё. ამის რამდენად აი ბუთხიალურსაც ავხსნი და მე უფრო მივხვდებით. კაუზალურში ჩანს მაგალითად ადამიანს შეიძლება ენერგია იყოს იქ, რა სულიერი ენერგია, ფორმა აქვს აღქმული. ფორმა არის მაგალითად, ანუ კარგი კავშირია, კარგად აქვს აღქმული, ინსტრუმენტები არის წამოსული იქიდან. ინსტრუმენტები, ანუ ყველანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ 1000-ნაირი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს იქ, მაგრამ ესენი გადმოტანილია თუ არ არის გადმოტანილი. მაგალითად, კაუზალურში უარესია ეს შემთხვევები, მაგალითად, როცა უკვე ესმით რაღაცეები და დუალურობაში გადადიან, რომ ვერაცნობი. კაუზალურში მარტო არის? ანუ შრეში თუ ყავს ხალხი იქ. ხო, ანუ არსებობს, მაგრამ კაუზალურში თუ შეხვედი და იქ უკვე სხვები შეხვდა და თვითონ არის სადაც კუთხეში მიწვეული და ფორმაც არ აქვს, არაფერი არ აქვს. და ის გრძნობს რომ რაღაცა ისე ვერ ვარო, რა თქმა უნდა ვერ იქნები. ანუ ბუთხიალურზე გადავიდეთ, მაგრამ ბუთხიალური შრე არის შენი აი ეს უკვდავი. იქ რა ინფორმაცია და როგორი ტიპაჟი არის, რას გვეუბნება, მაგალითად ბუთხიალურ შეხვალ და ჩვენივრად არის, გამოცდილი არის, კარგი ძალა აქვს და გეუბნება არაუშვის გასავლელია ეს აცალე.
იქ არ უნდა ჩაიჭიდო და არ უნდა დაიწყო რაღაცების გასუფთავება, აცალე ჭირდება რა, ეგ უნდა გამოიაროს. ანუ შენ ყველაფერზე ნებართვა კი არა გაქვს, რასაც კი ნახავ ყველაფერზე დაერიო. ანუ მართლა ეგ რასაც ნახავ შავ წერტილს ყველაფერი კი არ უნდა მოხსნა. ანუ ზოგი რაღაცები ზოგი დასატოვებელია. ან კიდე ჯერ უნდა იკითხო, შეიძლება იქ გასავლელი აქვს და შენათ აუპუჭებ გზას. ჯერ გამოიაროს და როცა საჭირო იქნება, მე გავუკეთებ. ანუ მაგალითად ვიძახით ხოლმე და ძალიან უკვირთ, რომ აი მაგალითად ჩვენთან სურათს მიგზავნიან ჩაწერა გვინდათ. ჯერ არა, 3 თვეში. რატო 3 თვეში? სამ თვეში რა. ის გამოცდილება 3 თვეში ხო რა. რატო? არ ვიცი. 3 თვეში მოხვალ რა. გავიგე. ანუ არ არის ეგ. ამ შრის მერე კიდე არის? ატმიური შრე არის და აი ესე მოვალთ ახლა შენ კითხვამდე. ატმიური შრე არის მაგალითად კავშირი რწმენა საწყისთან. საწყის ახლა ალლახს დაარქმევ, ღმერთს დაარქმევ თუ რას და როგორც გინდა ისე დაარქვე. ერთი არის მაინც რა სხვადასხვანაირად დაარქვ. რამხელა რწმენა არის ამაში. რა კავშირი აქვს? იმ საწყის. სულ რომ ელაპარაკო მაგალითად რომ აი ესეთი რწმენა აქვს და ატმირს რო ვიხედები და იქ არაფერი არ არის. რავი, მომატყუე რამდენიც გინდა, მე პრობლემა კი არა მაქვს. მაგალითად და აქ ჩნდება მაგალითად ზუსტად ატმირს შეს რო ამოწმებ, ზუსტად ჩვენები იქ ჩანან. ანუ ატმიური შრე ჩვეულებრივ ადამიანს მაგალითად როცა აქ 20-25 მეტრა ან პაციენტები დიაგნოსტიკაზე მაქვს მიღებული 450 კილომეტრით. ანუ ისინი 1 კილომეტრია ნუმაბრევ, ანუ მან რა ხდება? ანუ მაგალითად აი მათემატიკურ საზომს რატო ვიყენებ? მოდი ეს თავიდან ესე დავიწყოთ. მაგალითად შენ ხარ და უნდა გითხრა შენივე შრეებზე. როგორ აგიხსნა? აი ესე დიდი არის ხელით განახო? ანუ დიდია, დიდი 12 მეტრად დიდი არის. ანუ ხო, ანუ ვერ ვიგებ, რომ სასურველი საწყისი ოპტიმალური არ გაქნათ ხოლმე. დაუშვათ 100, როცა იტყვი რომ აი რაღაცა უნდა გქონდეს 100% ასე და ეხა შენ 5%-ს მოიხმარ, ამას ვიგებ. მაგრამ როცა რაღაცა 4 მეტრზე მელაპარაკები, ანუ ვერ ხვდები მე კაიად უწუდია. მაგრამ მე გიხსნი მაგალითად ყველას თავისი აქვს. მაგალითად შენი მენტალური შრე, მაგალითად შენზე რო ვილაპარაკოთ, არის 6.2 მეტრი დაახლოებით. აი ეს არის შენი идеალური, რაც შენ გჭირდება. ამიდან გადახვევები ყოველთვის არის ან უკეთესი, ან უარესი. მაგრამ საშუალოდ ვიძახი ხოლმე, რომ არის მაგალითად ატმიური შეჩვეულებრივ ადამიანში 20-25 მეტრა. და ვიღაცა მოსულა რამდენიღაც კილომეტრით. და არის 450 კილომეტრი. ანუ ამის და პლუს კიდე ჩვენს რასაც ვიძახით ხალხთან, არ აქვს მნიშვნელობა რა სპეციალისტი არის, რას აკეთებს, რას აპუჭებს, რა აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა. არის პირდაპირი ხაზიც არის. ატმიური შრე პირდაპირ უკავშირდება საწყისს. ანუ მარტო შრე კი არ არის, არხი არის გაბმული იქ. არხის ზომის მიხედვითაც მივხვდები ფუნქციონალს ადამიანის. აი მაგალითად ელემენტარული ლოცვებს რო ვიძახით. ყველას ლოცვა ისმინება, მაგრამ ხალხია, რომელსაც ატმირში პირდაპირი კავშირი აქვს გაბმული. აი მაგის ლოცვა და ანუ კი არ მინდა ხა შევადარო და ხალხი მესმის ვიღაცის და მისი განსხვავებულად ისმინება. მოდი ესე ვთქვათ. პირდაპირი არხი არის, აი ტელეფონზე რო დარეკავს, თემაზე გადის უკვე. არის აი ეს 450 კილომეტრი რო თქვი. ან იქ უკვე მაგალითად მარტო ლოცვები კი არა, ვაფშე ყველაფერი ეტევა იქ. ან პირდაპირ ჩარევა ხდება. შეკითხვა მეგობარო. ნიშნულოვანი შეკითხვა, ამ წერტილში მნიშვნელოვანი. усმინე? ანუ მაგალითად მე რაღაცა ფიზიონომიის დავიბადე. არა, მე ვიცი შენ რა ძალიან საინტერესო და რა ხელა მოცულობის ინფორმაციას გვიზიარებ და მე ვცდილობ რომ არ გაიფანტოს, თორე საერთოდ არ მაქვს არანაირი მიზანი სხვა. და ეხლა მაინტერესებს ესეთი რამე რომ დაუშვათ მე აი რაღაც ამ მოცემულობით ვარ დაბადებული ხო ესეთი ცხვირი მაგ და ესეთი თვალები პლასტიკური ჩარევით შემიძლია დავაკორექტირო ხო ამ შემთხვევაში როდესაც უხილავს სხეულებში ჩვენთანაც ხდება პლასტიკური ჩარევები ანუ შეხედე მაგალითად და მოთხოვნები არის ხოლმე ძალიან პრიმიტიული ძალიან სასაცილო და ძალიან ესეთი სახუმარო მაგალითად მჭირდება დაცვები დამატებითი. არ გჭირდება. მაგალითად, ესეც ხელოვნური ჩარევა არის, პლასტიკური ჩარევა არის, რეალურად ადამიანის ენერგიაში დაცვებს უყენებ. მე რას ემსახურება, ესეც პლასტიკური ჩარევა არის. ან მაგალითად, ვიღაცა მომღერალი ან სპიკერი არის და იყო, ეხა ახლახანს იყო, მაგალითად, მომთხოვეს, აი ყელის ჩაკრაზე დამატებითი გავლენა მინდა. ანუ რეალურად აი ეს პლასტიკური ჩარევა არის და კითხვა ისმის ასეთი. რატო? ანუ ძალიან შენი მოთხოვნა მესმის და ჩემი კითხვა არის რატო? რითი დაიმსახურე?
ხო და მომისმენთ ჩემი შეკითხვა. ხო, პლასტიკური შარევებზე ვიძახი, ხო, უფრო კარგ პასუხს მომცემ, იმიტომ რომ შეკითხვა იმაში მდგომარეობდა, რომ ამ მოცემულობაში მე შემიძლია რომ პლასტიკურად ჩავერიო და რაღაც დავაკორექტირო და იმ მოცემულობაში, როდესაც ამ უხილავს სხეულებზე და შესაძლებლობებზე ვლაპარაკობთ, მე ჩემი განზრახვის ძალით, პიროვნული და სულიერი ზრდის რაღაცა მცდელობით, სხვადასხვა პრაქტიკებით მე თვითონ შევძლებ, თუ როგორც პლასტიკური შემთხვევაში ქირურგის გარეშე ვერ გააკეთებ ვერაფერს, მე თვითონ ხო ვერ გავიკეთებ ცხურის ოპერაციას. თუ ამ შემთხვევაში და მენტალურ და ატმიურ შრეებზეც ადამიანი მჭირდება, რომელიც დამეხმარება, თუ დაშვება უნდა იყოს, თუ ჩემი ძალის შეუძლია გამიყვანოს. ძალიან კარგად მოიყვანე მაგალითი. მოდი ესე შევხვდეთ, მაკიაჟის გაკეთება შეიძლება სალონში გაიკეთო და პლასტიკური ჩარევა როცა ქირურგი გჭირდება. არის შემთხვევები, როცა შენ თვითონ შეიძლება მაკიაჟი გაიკეთო და არის როცა სპეციალისტი გჭირდება. აი, როცა უკვე სიტუაცია არის მძიმე და ჩვენთან რეალურად მძიმე ხალხი დადის, იქ უკვე პლასტიკური ქირურგი გჭირდება. და შენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი არ გევარდება სალონში სიარული და მაკიაჟის გაკეთება, სახშიც გაიკეთებ შენ თვითონაც. ხო. ანუ რაღაცებს მოერევი და რაღაცებს ვერ. ხო. რაღაცებს გაიაზრე, რაღაცებს მოერევი. აი მაგალითად, ყველაზე, ანუ ამით ვფიქრობ, არ ვიცი, რაც არ ვიცი. ანუ შეიძლება ვიღაცა ჩემნაირი ტიპი გამოჩნდეს, მაგალითად და მითხრას ჯემალ, აქ რაღაცა იქ არის და მე მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია და არც ვიცოდი. ხო უშვებ ამას. ხო, იმიტომ რომ დიდი ინფორმაცია როცა შემოდის, მე არა, ჩვეულებრივადაც, ანუ ადამიანურ დონეზე არ ვიცი ის, რაც არ ვიცი. აჰა. რო იცოდე რა არის მოძებნი მაინც. გავიგე. რაც არის, მაგასაც ვერ სიპოვე პასუხს. ერთ რაღაცას ვიკითხავ რა, ჩვენ მოკლედ მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ჩვენ გვისმენს ძალიან ჭრელი საზოგადოება გვიყურებს და გვისმენს როგორც წესი. ჭრელი არ არის თქვენ. არა, არის, ანუ რა, ამაში იცი რა გვიწყობა, ვიღაცა პირველ კლასშია და დღეს დაიწყო ამ ამბებზე და საერთოდ დღეს დასვა კითხვა, აქ რა მინდა და ვინა ვარ მე და თქვენ ვიღაცამ ჩამომსვით თუ ჩებით მოვედით თუ როგორ არის აქ ამბავი და არის ვიღაცა ვინ ძალიან კარგად იცის აქ რას აკეთებს, რატომ მოვიდა და საერთოდაც რატო დასვეს. ამიტომ გვინდა ხოლმე რომ იმათთვისაც რაღაცეები გავაჟღეროთ, რომ ძალიან არ დავაბნიოთ ეს ხალხი და პირდაპირ პირველი კლასიდან მე-12-ში ვერ გადავალთ და გვინდა ხოლმე რომ იმათაც მივწვდეთ, იმიტომ რომ შენ მე ზუსტად ვიცი ხა ვისთვისაც საუბრობ, სადაც წვდები, ეგეც ძალიან გასაგებია ჩემთვის. ამიტომ ყოველთვის პირველი კითხვა, როცა მე დავიწყე ამ თემებზე ფიქრი და როცა შეკითხვა დავსვი სამყაროს შესახებ და რაღაცა სრულად იდიოტური პასუხები მივიღე და არც ერთი არ მომეწონა. მე იყო ეგეთი, რომ მე მაშინ არ ვიცნობდი. არა, შენ არ ჯერ საერთოდ წარმოგიდგენდი, შენ სულ უნდა მეკითხა, ეგ დაახლოებით არ ვიცი რას ნიშნავს. ვაჟობშეულად ზეგთან რომ მივიდე და დაუსვა ეგ კითხვა, შეიძლება უფრო გამწეს პასუხი. და სულ მქონდა ეგეთი, სულ ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ვიყავი. ეგ ვიცოდი დაბადებიდან. მაგრამ ეს კარგი იყო თუ ცუდი, ეგ არ ვიცოდი და როგორი იყო არამატერი. მე ვიცი რომ მატერიალურ სამყაროში ვარ და ვიცი, ანუ გრძნობ ამ მატერიას. მე მოვიგონე თუ არ მოვიგონე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. როგორი არის არამატერიალური სამყარო? ანუ როგორი არის? ეგ ყველას ეგ კითხვა აქვს. მეც ეგ კითხვა მაქვს რა და მე ამბობენ რომ აი მაგას თუ გაიგებ, მე იმას იცამ. არ მინდა რა ეს შემალი იმისთვის მინდა რომ 1-2 სიტყვა მითხრას, კაცო. სად მივდივარ,ისთვის ვებზადები, ხო უნდა ვიცოდე. არ გინდა ეგ კითხვა პასუხი მიიღო. არ უნდა ამას, ხატი არ გვისმენს, მე მითხარი თუ არის ეგეთი. როგორ არის მოწყობილი? ოკეი, არ ამიხსნა, როგორ გამოიყურება. რაღაცა სისტემა ხო არის, რაც ამ არამატერიალურ სამყაროს ამუშავებს თუ მართავს? არა, არის და ბევრი სისტემები არის. სხვათა შორის ამაზე გვინდოდა ლაპარაკი მე და ხატიას, მაგრამ შეუურევ ერთმანეთს. არამატერიალური სამყარო არის, როცა შენ ფიზიკური სხეულიდან გადიხარ, იმავე სხეულით უყურებ ყველაფერს. ხედავ 1000-ნაირად. შეიძლება ყველას ფსიქიკა თავისებურად ფილტრავს, მაგრამ რეალურად ხედავს სულ სხვა სამყაროში ხარ. და აქედან ჩარევები ხდება უკვე ამ მატერიალურზე. მაგრამ შენ ეგ არ გიკითხე, შენ სხვა რამე მკითხე. ანუ იმდენი რაღაცა არის, არც კი ვიცი რომელზე გელაპარაკო. ანუ ჯერ ხო ცივილიზაციები არის ბევრი და ბევრი 1000-ნაირი, ყველა ზოგი საინტერესო, ზოგი ისეთი, ზოგი რა. ეს უბედურათაც ხო არის ვიღაცა ეს მითხარი მაშინ და სხვათა შორის ერთი გავიცანი და მეთქი მადლობა ჩვენი გვიჭირს, მეთქი და წამოვედი. ანუ ჩემთან გავჭირვებია. ანუ არამატერიალური სამყარო უკვე იმდენად ის არის, ან თან საინტერესოა, რატო ვიძახდეთ, ჩემც ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთი ფეხით აქ ვიყო. იმიტომ რომ იმდენად ვარდები ხოლმე იქ, რომ ანუ იქ უფრო ცხოვრობ ვიდრე აქ. აი მაგალითად იქ უფრო კარგია ვიდრე აქ? არა, სხვათა ვერ იტყვი.
ვერ იტყვი. Просто იქ უფრო წამში ბევრი რაღაც ნახო შეგიძლია. აქ მე ხა ფიზიკურად შეზღუდული ვარ, მაგრამ შენ თავზე ვარ პოდკასტზე. მე როდესაც წავიდე, მანქანაში ჩავждე, საცობში დავეულდე, იქ კიდე წამებში მიდის ყველაფერი და ან დიდი ინფორმაცია საათების საუბარი შეიძლება 5 წუთში დაატიო. მაგრამ დროის გაჩერებით გადიხარ და 1000 რაღაცას აკეთებ და მე შემოდიხარ და 5 წუთია გასული არ და იქ კიდე кай ხანი იყავი და რაღაც ინფორმაციები გაგაღებული. ანუ ერთადერთი, ანუ ამას ვერ აღწევ უფრო კონკრეტულ რაღაცას თუ მკითხავ, იმდენი არის რომ არ ვიცი რომელი გითხრა. აი არსებობენ თუ არა ცივილიზაციები, ანუ ძალიან მარტივად რომ ჩემს გარდა 1000 კონტაქტორი არის. ვინც ეკონტაქტება, იმართება თუ არა ეს რაღაცა სტრუქტურასავით, ჯერ ხო სულიერად ძალიან დიდი კონტროლი არის, ამაზე გვინდოდა ჩვენ საუბარი რა დღეს, ამაზე ვილაპარაკებ და შენ შემახსენებ უეჭველი, ამაზე ვილაპარაკებ და ამაზე ვილაპარაკებ და მეორე კიდე არის, როცა სტრუქტურულად, მაგალითად ფედერაციის დონეზე, ანუ მაგალითად გალაქტიკური ფედერაციაზე რო წერენ რაღაცა ეს რაღაც ავარდნილი ხალხი და გაქცეული ხალხი კი არა რეალური ადგილი არის, სადაც ორჯერ ვიყავი თუ სამჯერ ვიყავი, შემათრიეს რაღაცები ილაპარაკეს, გამომაგდეს პირდაპირ. ანუ ეს არის ინფორმაცია, რომ გაზიარდება მთელ სფეროში, ანუ ყველას გეხებათ რა. და ანუ რას დაინახავ, რა ინფორმაციას წამოიღებ იქიდან, უკვე შენზე არის დამოკიდებული, რამდენად მე შეიძლება ამის გაკეთებას. ანუ ეს კარგად კონტროლდება მარტოები, ნამდვილად არა ვარ და ჩემს გარდა კიდე რამდენი ადამიანი ეკონტაქტება ამას. უბრალოდ ის უნდა გახდეს, რომ სწორედ უნდა ეკონტაქტო. იქაც ბევრი ისინი ბლეფები არის რა. თან ისე იქაც ბევრი ბლეფი არის, იმიტომ რომ ანუ კიდე ხედვებზე მოვედით. ანუ სხვადასხვა ამ ტალანტზეც მინდა ვილაპარაკო რა და სასარგებლო იქნება ხედვებზე რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ხედვები ვისაც აქ ყველა თავში ავარდნილი არის რა, ჩემ და თამადობით. ანუ ადამიანს აქვს ბევრი მგრძნობელობა. ხედვა არის ესეთი, მოდი ესე ვთქვათ, ყველაზე დაფასებული, overrated, მოდი ესე დავარქვათ რა. ანუ ვიღაცა მაგალითად გრძნობდეს რაღაცას და ჩემ თვალში ეს გრძნობს არა, ისა მე ვხედავ აქ და იმასავით, მაგრამ ყველაზე ადვილად манипуლირებადი არის ხედვაც. და ბევრი იჭედება ამაში. ანუ რაღაცა თეთრი და ფრთები, ანუ ყოველთვის კარგი არ არის. 1000 манипуляცია ხდება მანდ. ან ჩვენაირი კონტაქტორები ბევრი ეგება მაგხეში რა. მარტო ხედვა თუ გაქვს, სხვა გათიშულია ყველაფერი, ანუ გრძნობელობა, მოსმენა, სიხშირეების გაგება ყურით. აი ესენი თუ არა გაქვს ხედვით, ყოველ ნაბიჯზე მოგატყუებენ ფაქტიურად. ეს საიდან შევყევი კი არ ვიცი, ესე მიუყვები. იცი მე ძალიან კარგი წერტილში ხარ. საიდან შევ და ეხლა დამეხმარე რომ ესეთი რამე აღვიქვა რა. აი მეჩვენება რომ მაინც ხო იცი ადამიანის გონება ეგრე არის მოწყობილი რომ თავის არსებობა უნდა რომ გაამართლოს ხო ხდები და ნუ ძირითადი შეკითხვა ეგ არის რა ვინ ვარ რატო ვარ ძალიან მარტივად ანუ რეინკარნაციებზე გადიხარ ამაზე არ არის ჩემი შეკითხვა რეინკარნაციაზე აუცილებლად გავიდეთ უბრალოდ ეხლა რაც მაინტერესებს არის შემდეგი რომ მეჩვენება რამოდესაც აღწერ რომ შემიძლია შევადარო ჩემს გონებაში არსებულ ასე ვთქვათ ინფორმაციიდან ესეთ რამეს რაც არის ევოლუციის კანონით კვების ჯაჭვი ხო ანუ მაგალითად ირემს ჭამს ლომი იმიტომ რომ ესეა საჭირო მაგრამ ირემი ჭამს ბალახს იმიტომ რომ და ეს ხდება ბალანსი და ამ ცივილიზაციების და შიგნით კიდე არსებების და რომლებიც კიდე ჩვენთან სხვადასხვა მიზნით შემოდიან კონტაქტორებს არ გულისხმობ ანუ ადამიანების რაღაცა რესურსებით არ ვიცი რაღაც თან სხვა რაღაცები არის მაგრამ ოკეი ხო ანუ ამ ყველაფერს არეგულირებს რაიმე კანონზომიერება თუ ესე სრულიად ქაოსური არის და ვინვის აჯობებს და ვინსაც რომ აი ამაზე პასუხის მოსმენის მეშინია ხო არა დამშვიდები იმიტომ რომ მეც ეგ მეშინოდა და მე აღმოჩნდა რომ თლათ ეგრე არ არის ყველაფერი იდეალურად იმართება ყველაფერი ანუ გამიხადა ჯერ მე როგორც მივხვდი მეკითხები ამ სივრცეში ვინც მუშაობს რამდენად სწორად იმართება და მეორე კითხვა იყო რომ ადამიანმა უნდა გაამართლოს თავისი რატო არსებობს ჩემი შეკითხვა იყო ეს თული სისტემა და სტრუქტურა რომელსაც ავხწერთ რეგულირდება რამე კანონზომიერებით თუ ანუ მოდი ორ რამეზე გიპასუხებ ჯერ ერთი რომ ადამიანის დონეზე მაგალითად რას გადის ეს რეგულირდება თუ არა, სწორედ მიდის თუ არა, კი ევოლუციით მიდის, ეხლა როგორც შენახწერე ისე არა, მაგრამ ან ჩვეულებრივად, მაგრამ რეინკარნაციას რო იცოდი მე რამდენი რეინკარნაციაზე დაახლოებით თუ გხვდები რა პროცესებს გადის ეს. მაგალითად, და ზუსტად კანონზომიერად მე არ შემხვედრია მაგალითად ადამიანი იყოს მესამე ან მე-11 რეინკარნაციაზე და შამანზე იყოს შანსი არ არის.
ზუსტად თანმიმდევრობით მიდის ესენიც რა. ანუ ზუსტად ხვდები რომ სული რა პროცესებს გადის, რატო გადის, რისთვის გადის და მე რამდენი ეტაპზე არის. და ეს სწორედ უნდა აუხსნა ადამიანს რომ ეხა გადიხარ ამის სწავლას, ეხა შენზე არის ეს და ამა მე იცავ ხო გამიყვანე დამკაში. მიყვართ ორივე. რა ვხდა ჩემ როგორ მივიღო პასუხები მითხარი. გავდივარ მაცალე. ანუ და ამას ეუბნები რომ შენ გადიხარ ეხა ამ პერიოდს მაგალითად. და ამაში შენ გეკნება უზარმაზარი ენერგია, სიხარულიც, შინაგანი შევსებაც, იმიტომ რომ შენი არის ეს. მაგალითად 20-დან 29-მდე რეინკარნაციაში არის ფართო მასშტაბზე მუშაობა ხალხის. მაგალითად შენი შემთხვევა ფართო მასშტაბზე. ანუ შენ უკვე გამოვლილი გაქვს თავის გააზრება სოციუმში, თავის გააზრება, რომ შენ რაღაც ფუნქციონალი ხარ, ეს უკვე გადაჭმული გაქვს უკვე მე-7 მე-8-ზე. მე მაგალითად უკვე გავლილი გაქვს წერტილოვანი სპეციალიზაცია. ანუ ამ სპეციალობაში ამასე და პიქს აღწევ შენ ვიწევს პირველში. 20-დან 29-მდე გადიხარ ფართო მასშტაბზე, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ შენ ქმედებას ფართო მასშტაბის ეფექტი რო კონდეს, ამას სწავლობ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ გზაზე ხარ, რასაც კი შეეხები და ფართო მასშტაბის ეფექტი აქვს, შენი არის. აკეთე რაც გინდა. ამაზე შენთვის გამოიყოფა ენერგიას, დახმარებას, გზებიც გაგიხსნება. მოგეცემა რესურსები. მოგეცემა ყველანაირი რესურსი. 29-ის მერე ხდება აი ჩვენიანებსაც ვიძახი. ეფექტის გარეშე. ამას სწავლობ. აი რომელ ეტაპზე ხარ იქ, ეს უკვე საკითხავია და იგრძნობა კიდევაც. ანუ შენ მაგალითად რაღაცა რა ძალა გაქვს, ეს შრეები რამხელა არის, ეფექტი რამხელა, რამდენად აგრესიულად შეგიძლია ჩაერთო, რამდენ შეგიძლია შეცვალო რაღაცეები, ამას სწავლობ უკვე ამიდან იქამდე. ანუ მიყვება 29-დან იწყება. აი მაგალითად 30-31-ით რომ მოდიან ხალხი ხო უკვე ვცნობ, ჯერ მიდის გააზრებები ელემენტარული, რომ რამე ხო არ ხდება, აბა ჩემი აზრით რაღაცებს ვცვლი, ვერ ვცვლი, ანუ ესეთ რა, აი ეს კითხვები უჩნდება იმ ხალხს, რომელიც 29-ის აქეთ არის. იქამდე ეგ არც უნდა აწუხებდეს და არც აწუხებთ კიდევაც. უფრო მოდიან რა ტექნიკური საქმეებით რა, რომ ეს რაღაცა არ ხდება, ან როგორ გავაკეთო. აი ეს კითხვები ვინც არის, აი ეს ყველა არის 29-ის მერე იწყება რა, ჩამოყალიბება, ჯერ რაღაც ტექნიკების სწავლა, განვითარება. აი მაგალითად მე რო ვიძახი რომ მე პროსტა გამეხსნა და დავიწყე მუშაობა, ესე არ არის რა მარტივად. შეიძლება მაშინ მე მეგონა რომ ინტუიციურად მუშაობ, მაგრამ ეს დაგროვებული ინფორმაცია, რომელიც ცხოვრებების სწავლობდი ამას და ამვითარებდი, წვრთნიდი, ლესავდი შენ ამ ტექნიკებს და 1000 რაღაცა და გამოყენების დროს ისიც გახსენდება, სად გაქვს ეს ნასწავლი და როგორ გაქვს გასწავლი. ხო და მომისმინე ერთამი. ვწყდებით ეგეთი რაღაცეებით, მართლა ვწყდებით ყურადღებას, ვგრძნობ, აი მენდე უბრალოდ. აი რა მაინტერესებს ის ზუსტად რასაც ეხა შენ აღწერთ, აი ეს კონსტიტუცია, აი ეს რო 20 რაღაცა რეინკარნაციის მერე უკვე აი ეს ფუნქციონალი გაქვს ჩართული, აი ეს წესრიგი, აი ეს კანონზომიერება შექმნილია თუ გზადაგზა იქმნება. აი მაგალითად უფლის მიერ შექმნილია მთელი ეს კანონზომიერება. შეიძლება ეს იყოს პასუხი, შეიძლება სულ სხვა და აი რა პასუხი იქნება, ეგ მაინტერესებს. ანუ კანონზომიერება არსებობს. ანუ მაგას ვიზახებ. წესრიგი ეს წესები არსებობს. რომელიც წესებიც ვცდილობთ რომ ავხსნათ. მეორეზეც გადავალ, კიდე აუხო და კიდე იმელზე გავარდებით, მაგრამ შეხედე ეს კანონზომიერება არსებობს, ვინ შექმნა, რამ შექმნა, ეს არ მინახია. აქ მაგდეს მე ვერ ვქაჩავ. აქ რაღაცეებში გადაყვანა ხალხის გადაჭეხვას ვერ დავიწყებ, რაც შემიძლია. ხედავ ამ კანონზომიერებას და ეს ყველგან არის. ეს განვითარების ეტაპი არის და სწორი არის ეს. როცა სწორი არის, ვიცი რომ სწორია, როცა არასწორია, მაგასაც ხვდები. ვინ შექმნა, რამ შექმნა, ვინ დაადგინა, არ ვიცი. ესე არის. მეორე, აი ეს 29-ის მერე მაგალითად. მოდი ეს ხალხი, რომელიც აი კულისებს მიღმა, მოდი ეს დავარქოთ. ხალხი, ვინც მუშაობს კულისებს მიღმა. აი მაგათ ვინ აკონტროლებს? ეს არის საინტერესო კითხვა მგონი. კი. ვინ არის მერე? ვინ აკონტროლებს? ანუ აი ხატი ასე ხატი არის მათ ხო იცი? მე ვიცი უეჭველი, არ მითხარ. მე მაინც დარწმუნებული ვარ, არ გადავიფიქრებ. ანუ იქაც დასაწყის ეტაპებში ყველას გონია რომ რაღაცა გაიხსნა და всё ბურთი მოედანი მაგისი არის რაც უნდა აკეთოს და რეალურად თუ კაი შეგრძნება და ცოტათი აზემოსული არის ხდება რომ ეგრე არ არის მაგრამ მაინც გადაჭეხვებიც ხდება აი ასტრალური შრე ასტრალური სივრცე ჩვენ ასტრალს ვეძახით არ ვიცი სახელი ესე დაერქვა თორე რა სივრცე არის სახელს ვერ შენ ხო ხარ ნამყოფი ნუ ფაქტურად იქ მუშაობ სულ, მაგრამ ანუ
ასტრალში გასულასაც, ანუ რაღაც ცივსეშორზე დღეს ზეცახელი არაწერი, არაფერი არაწერი აქვს, პროცესა ხალხი ესე ეძახის და მოდი ესე დავარქვათ. ანუ ასტრალურ შესაც აქვს რამოდენიმე სართული, რომელიც ამ ასტრალურ შეს უყურებს. ანუ იქ რო შედიხარ, მაგრამ შეგრძნება გაქვს რო всё რა. ანუ რაღაც ძალები გაქვს, რაღაც ესენი გაქვს, დაცვებს აყენებ, იმას აყენებ, იქით მთელი 1000 ინტერაქცია ხდება სხვებთან. მაგრამ რა დროთა განმავლობაში მე გიხსნიან სხვა რაღაცებს და საშვებს, როცა ხედავს სხვები რას აკეთებენ მანდ. ისე რომ გარედან ხელის გულზე ჩანს ყველაფერი. და ისიც ჩანს რომ ვიღაცას გონია რომ აი всё, არაფერი არ არის და ეს არის. არა და ძალიან მარტივად კონტროლდება. იქიდანაც კონტროლდება ვის რა ძალა იქნება. მოუმატებენ, დაუგლებენ, გაუზრდიან, დაუპატარავებენ. ანუ რეალურად თანამშრომლები არიან ხალხი, ანუ ადამიანები კი არა, არსებობს ანუ ეკონტაქტები და ან ჩვეულებრივ შეგვიძლია იკითხო რომ აქ რა ხდება, იქ რა ხდება და შეიძლება განახონ ან არ განახონ. ამ მნიშვნელობა აქვს ხა სიტუაციას გააჩნია, მაგრამ ის რომ ასტრალურში რომ კარგად კონტროლდება და ეს ხალხი თავის შუაზე არ არის მიბმული და ყველას რეალურად მოეთხოვება, ანუ ეს არის 100% დაცული. ანუ ამაზე შემიძლია აი სრული ჩემი იმით უპასუხო რომ ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ შანსი არ არის იქ ვიღაცა თავის დაკრულზე ცეკვავდეს შანსი არ არის კანონზომიერება ეგ ხალხთან სასაცილო ის არის რომ იქიდან რომ უყურებ ყველაფერი ჩანს აი ხელის გულზევე მთელი შენი ასტრალურის უსასრულობა ჩანს ერთ ხელის გულზე ზუსტად ხედა ვის რა ძალა აქვს ვის რატო აქვს ვინ რას აკეთებს ისიც ხედა ვინ რას ქადაგებს და ყველას ის ხალხის ჩანს რომ მაგალითად ჩემი სიმართლეა სამართალი ჩემი სიმართლეა მარტო და აი ეგეთი ყველაფერი ჩანს. თავარია რომ იქ შენ სწორი დასრულებით მუშაობდეს, სწორედ მოქმედებდე. შენივე არხზე, შენი ფუნქციონალ ტყე რო ახსენე. აი ზუსტად ტყეში ყველაფერი უნდა არსებობდეს. ჯანსაღი ტყისთვის. იქ ბალახიც უნდა იყოს, მტაცებელიც უნდა იყოს, აი რაც ხარ იმას უნდა აკეთებდე. მე ეგეთი საბეჭდება მრჩება და აბა ხო არ ვწდები რომ შენ კი ძალიან დიდი ცოდნა რაც გაქვს იმას გრძნობ პირდაპირ ჩანს ეგრევე და ძალიან გიჭირს ყველაფრის სიტყვებში ჩატევა იმიტომ რომ ყველაფერი სიტყვაში არ ეტევა რა ანუ სიტყვა მაგალითად აიყურეთ რატო არის პრობლემა გადმოცემის ჯერ რომ ვერ გადმოსცემ ამას იმიტომ რომ ადგილი არ აქვს მისამართი არ აქვს სახელი არ ქვია ანუ მაგალითად აი როგორც აი საათი მაგალითად სიტყვა რო არ არსებობდეს და შენ უნდა ამიხსნა რა არის საათი. ხო, გამიჭირდებოდა. ანუ მაგიტო გეუბნები სიტყვებში ჩატევა თქო ძნელია. თან ის არის რომ აკადემიური ამის განათლება არ არსებობს. ამას ვერავინ ვერ გასწავლის. ყველა მცდელობა რაც კი ვიღაცა იდახს ჩვენ იმრად ახერხებთ, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ძალიან მაგარი უნარი იგრძნოს სიმართლე ან რაღაც ბოდო. ამიტომ ყველაფერი კარგად არის. ეხლა მოდი ესეთი მიმართულებით გავაგრძელოთ. მინდა რომ ვილაპარაკოთ აუცილებლად სულის კონტრაქტებზე, თანაც უკვე შევეხეთ ცოტათი, მაგრამ სანამ მას გადავალთ, არა, ჯერ ხო ჩამოვაყალიბებ რა მინდა რომ შემოგთავაზო. სანამ სულის კონტრაქტებზე მოგვიყვები ამ დისციპლინიდან ასე ვთქვათ, რას ნიშნავს ეს სულის კონტრაქტები და როგორ ფუნქციონირებს და როგორ მუშაობს და რა კონტრაქტებზე და ვისთან. მოდი ჩვენს რეალობაში ძალიან პოპულარულ საკითხზე გვითხარი ორი სიტყვა. ეს არის აი გარიგებების სამყაროსთან ახლა ძალიან პოპულარული არის გარიგებების სამყაროსთან ესეთი ფორმით მაგალითად რომ აი ასკეზებს დებენ ეს ამას მე ამას გავაკეთებ შენ ეს გააკეთე და მე ვიცი რომ შენ ამაზე ძალიან გულზე მადეს ეს კითხვა და უნდა ამოხეთქო. რომ მე არ ჩაგეჭრა საუბარში. ანუ ნახენამი და მინდა რომ ამ გაცვლით ასე ვთქვათ გარიგებებზე კითხვა ძალიან მაწუხებდა იკითხვა და ეხლა ამოხეთქო მიდი. ამ გაცვლით გარიგებებზე გვითხრა და შემდეგ მაგ პასუხშივე გვითხრა ჩვენი დაცვა რა დაცვას გულისხმობ იცი აი ზოგად საკაცობრიო დაცვა არის თუ არა ლოცვა ლოცვის ძალაზეც გვითხრა ორი სიტყვა ანუ როგორ შეიძლება ამ გარიგების ალტერნატივა იყოს სამყაროსთან ურთიერთობის ასე ვთქვათ ადამიანისთვის რომ სამყაროსგან რაღაცების ხელშეწყობა მოითხოვოს ხო მე ვფიქრობ რომ ეს არის ლოცვა ამიტომ მინდა რომ შენი აზრი მოვისმინო ლოცვის ძალაზე და ლოცვის ფუნქციონალზე და გვითხრა რელიგიაზე არ გადავიდეთ მხოლოდ ლოცვის ძალაზე და გარიგებებზე აი კონტრაქტებზე თეოლოგი არ ვარ მე რელიგიაზე ვერ ვილაპარაკებ მე შემიძლია რელიგიაზე ვილაპარაკო როგორც მე ვხედავ მაგას თორ თეოლოგი ნამდვილად არა ვარ და აქ ჭკუა ნამდვილად არ მომეკითხება და არც სათქმელი მაქვს არაფერი. მოდი ამაზე დავიწყოთ კარგი თქვი რომ ეს რეები ასკეზები დამცავები რაღაც 1000 რაღაცაში გაერკვევიან რუნებს ხატავენ იმას აკეთებ ანუ თქვენ არიცით რამდენი დაზარალებული მოდის ჩვენთან ამის გამო ანუ ძალიან მარტივი არის მაგალითად მოდით და მე ვარ როგორ ტიპის ვარ ხომ იცნობ სოფო. ანუ მე რომ მინდოდეს რაღაცა კანონის დარღვევით რაღაცის შეძენა. ხო.
აი მაგალითად იარაღის ყიდვა ან რაღაცა რომელიც კანონით არ შეიძლება. შანსი იმისი რომ მომატყუებენ რამხელა არის. რომ მოგატყუო? აი არა მომატყუო და ვერ შეძლო ამის გაკეთება სწორედ. ხო, იმიტომ რომ არ გიცავს რაღაცა კანონი. მე არა კანონი კი არ და კანონის დარღვევით მაგალითად მე მინდა იარაღი შევიძინო არალეგალურად. მე ამის არც გამოცდილება მაქვს, არც საჭირო ხალხს ვიცნობ. არც ფასი იცი. არც ფასი ვიცი. უეჭველი სადაც მე ვარ, ან სამჯერ მეც გარდამახტევინებ, შევა არც შემომტენონ რაღაცა სისულელე იარაღი და შევა პახუდო დამიჭირონ კიდევაც. ანუ არ იცი სად მიდიხარ, ვის ელაპარაკები. რა უნდა გადაიხადო. ეხლა ეგრეგორებთან რო გვაქვს საქმე, როცა შენი ერთადერთი უფასო კი არა, რაც შენი არის ორი. ერთი არის კოსმოსური დაერთება და ერთი არის დედამიწის. რაზეც გაკურთხევა ზევიდან. დანარჩენზე? ყველანაირი ჩარევა არის, ანუ ჩათვალე რომ შენ თხოვ ვიღაცას რაღაცას და ღია კონტრაქტი გაქვს. ფასი არ გიწერია მანდ. თვითონ წერენ მაგაში ფასს, რაც გექნება გაწახდელი. იცი, ან პირველი კითხვა მაქვს, აი მე ვაკეთებდი ამას. ფასი ევაჭრე? და ვის უნდა მევაჭრა? თუ არ იცი რას მიდიხარ იქით? შეიძლება რაღაც ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოგიწევს მაგის საპირწონე. და მაგიტო ხუმრობ ხოლმე ეს წინაზე აი ბანკში ჯობია მიხვიდე და უკეთესი პროცენტები გექნება. ანუ მართლა ეხა რაც შენი არ არის, ხო მიდიხარ ვიღაცას თხოვ რაღაცას, ხო? გამიკეთე ეს, გაგიკეთეს. ერთი ვინ გიკეთებს, მეორე რაზე შეუთანხმდი, ან რა უნდა გადაიხადო, ანუ აქეთ ხო? არაფერი არ არის, ღიაზე იძახი მინდაო, ოკეი, всё. ანუ იდეალური ის ხარ რა, ანუ იდეალური კლიენტი ხარ მანდ რა. იდეალური მსხვერპლი ხარ. ანუ ერთადერთი რაც არის ჯანსაღი, რაც არის და რეალურად რაც შენი არის, გაცილებით უფრო ძლიერი არის, ანუ სტიქიური ისინი გაღვიძებები, სტიქიური ძალები. ყველაფრის გაკეთება შეიძლება სტიქიური ძალებით. ყველაფრის გაკეთება შეიძლება შენი თავის მაგალითად გასოფთავებით და შენივე არხზე შეჯდომით. ყველაფერი შეიძლება და შენ მოკლეზე გინდა გადაჭა და რაღაცა რუნა რაღაცა დაიხატო. ან წინაზე ხა, ანუ აღარ მინდა აქ ხა სალაპარაკო და ნახევარ თბილისი გადავიმტერო, მაგრამ ანუ არის ხელოვნური ჩარევები ადამიანის ენერგეტიკაში. ანუ რაღაცების ჭამით, დალევით ან რაღაც. რას? აი როგორ ხდება მითხარი? ხო და იმის ფასაც გადავიხდით შესაძლოა. ხო და აი მაგიტო ვიკითხე ლოცვაზე, სხვანაირად როგორ მივიღოთ? რაც შენ გეკუთვნის ის მიიღეო, რო თქვი, როგორ? ანუ ეს ხარ ვითხოვოთ ჩვენს ვერტიკალურ ანუ ჯერ მე თვითონაც ვერ ხვდები მე რას ვაკეთებ ხოლმე ავტომატურად მუშაობ და შენ მაგას მთხოვ რომ ის გითხრა რაღაც ინსტრუქციის დონეზე მართლა ვერ გეტყვი ანუ ეს იგივე არ მომღერალს რო კითხე რომ ღერი ხარ როგორ უნდა დაიჭირო ესო ანუ არ ვიცი ხო მაგრამ მე გზნობის დონეზე მაქვს რომ მივიდე და რუნები ვიხატო და არ მესმოდეს ვისთან მაქვს ეს გარიგება ამის მაგივრად მესმოდეს ვის უკავშირდები და იქიდან მოვთხოვ თუ კი მე ეს მეკუთვნის იქნებ მე ეს მივიღო ეს იქნება თქო ალტერნატიული გზა შენ თუ გრძნობ და შენ თუ პროსტად გეწება ამის წერა და ხატვა მაგალითად ჩემ პირველი ინსტრუმენტი რომელზეც დღეს ვიყენებ ყველაზე აქტიურად 10 წლის წინ შევქმნი და 10 წელი ჩანთაში დამქონდა პირველი ინსტრუმენტი ოღონდ რას ვაკეთებდი გარტყმაში არ ვიყავი ანუ სტუდენტები ვართ, სახში მქონდა ფართი, სახლი არის ჭუჭყიანი, გადავსებული უკვე ან ფართის შემდეგ და რაღაცა ლეიკოპლასტერი და 50 თურქული ლირით, მაშ თურქეთში ვსწავლობდი და რაღაც ინსტრუმენტი მუშაობდა, მაგრამ ანუ ეს ინსტრუმენტი პროსტა თავში არ მოგივიდა, ანუ არც ინტერნეტში იმასთან გაგებული კი არა. აი პროსტა შინაგანა დავიწყე ამის კეთება. კი შეიძლება რუნები ეგრე შინაგანა თუ გეწება რაღაცა, ეგ შენი არის. შენ თუ სადღაც ინტერნეტში ნახე რაღაცები, ინტერნეტში ინფორმაცია არტევს. ანუ მე даже მეცინება რამდენად არის სპეციალურად გზები გაბლანდული. ან ჩვეულებრივ ლაბირინთია რომ პირდაპირ უარესი გემართება. არც ერთი ინფორმაცია ინტერნეტში არ მოიძებნება, არც ერთი ინფორმაცია შენამდე ვერ მოვა, მარტო შენში არის ეს. ანუ ყველანაირი გარედან აი მაგალითად ძალიან ბევრს ბრაზობ არა, ხუმრობ არა, აი კაი შეგრძნება არ მაქვს, როცა კურსები არის ხოლმე რაღაცის. რა კურსი, ის კურსი? რა უნდა რა ანუ სად გაგიშვა მითხარი აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გასწავლო როგორ გასწავლო მითხარი რა გითხრა კი მაგას ზუსტად ხვდები რასაც ამბობ ანუ ხო და აი კიდე გადაუხვიოთ და ლოცვას დაუბრუნდით ლოცვას დაუბრუნდით ან მაგის ალტერნატივას ანუ საშიშია მიიღო ისეთ მოითხოვო სამყაროსგან ისეთი რაღაცები რაც შეიძლება შენ არ გეკუთვნოდეს და არ გიწევს და ამიტომ რა არის ალტერნატივა რომ სამყაროსთან თანამშრომლობა და მეგობრობა მქონდეს და რაღაცები მივიღო მაგალითად
ძალიან უკირთხოლმე მე რო ანგელოზებზე ვლაპარაკობ. აი ჩვენ საუბარშიც მაგრამ რაოდენობას რო იძახი და პირდაპირ იძახი რომ შენს უკან დგას და შენს მარცხნივ დგას და ეს ამას აკეთებს ძალიან უკირთხოლმე და არა და ეს ყოველთვის ცნობილი ფაქტია რომ ადამიანს ერთი ანგელოზი მაინც ყავს. ეს ცნობილი მინიმუმ ერთი ყავს. ცნობილი ფაქტია თან როგორ ეგ ხო ყველა მიცის მაგრამ ყოველს უკვირს რო უნები რომ კი უკან გიდგას და ხედავ და ველაპარაკებ და გადმოგცემ რასაც მეუნება. ანუ ეს უკირთხოლმე და ის რომ მაგალითად აი ყველაზე მეტად აი გვხდება რომ 10, 12, 20, 25 ანგელოზე ყავს ჩვეულებრივად ხო ხედავ სივრცეში რამდენი ყავს მაგრამ თავარია რამდენი არის აქტიურად ჩართული შეიძლება იმდენად იყო უკვე შენ გადავარდნილი აქედან იმდენად იყო რომ არ გჭიროდეს არ გინდოდეს რაღაცა ლოცვებისგან შორს ხარ ლოცვაში არ ეგულისხმება მარტო რელიგიური ლოცვა არის თუ გინდა კედელთან დადექი და პროსტა ილოცე თუ გინდა ლოცვა არის სიტყვა რაც რეალურად გინდა რომ ვიღმეს გააგონა შინაგანი ის არის რა მოთხოვნა შინაგანი რწმენა არის რომ დამეხმარე ეს არის ლოცვა და ამას ტექსტში აღწერ ჟესტიკულაციაში აღწერ ხელით როგორც გინდა გააკეთე ეს არის რაღაცა ეს ვისაც როგორც უნდა აი მე მაგრამ რწმენის პრობლემა რომ აქვს და ამის გამო რო არის რაღაცების ჩაშლილი ფიზიკური სხეული რო არის ამის გამო ჩაშლილი ვიძახი რომ მიდი ილოცე მაგრამ გთხოვ რაღაცა სტანდარტში არ ჩარდე იმას ნუ წაიკითხავ რასაც ვერ ხვდები შენი სიტყვებით ილაპარაკე რა რომ აი ეს აღდგეს ანუ ლოცვაში ეგ უცნო და რა თქმა უნდა ისმინება არ აქვს მნიშვნელობა ანუ ვიძახი რომ ყველა ადამიანზე ისეთი კონტროლი ხდება რომ შანსი არ არის ფოთოლი არ ჩამოვა რაღაცა ნებართვის გარეშე და რომ შეუმჩნეველად და ვიღაცა ლოცულობდეს და არ ისმინებოდეს ანუ შანსი არ არის მე ვიძახი მაგრამ ხედავ კიდევაც ამას და პლუს კიდე ეს ხალხი ვისაც მიეცა თვითონ კი არ აღმოაჩინეს ნებართვა მიეცათ რომელსაც კონდეს უფრო მეტი ვიდრე ერთ ადამიანს მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა 400 კაცის ძალა იქნება თუ ერთის იქნება თუ ორის არ აქვს ციფრებში ნუ აუხსნით ამას ხო მაგაზე იმდენჯერაც უფრო მეტი კონტროლი ხდება უფრო გაკვირდებიან და ყოველ სიტყვას შეიძლება გამოიკიდონ დამიჯერ და ვისაც გონია რომ ეგრე არ არის რა ვიცი კაი რელიგიები ახსენე და მან არა სხვა რაღაცას კითხვა მინდა და ეგრეგორებზე არა ეგრეგორებზე იყოს რომ მე ცოტა წინ უნდა დავაბრუნო რა და იყოს შენი ეგრეგორი და მე ვიკითხავ ლოცვასთან ვიყავით და ბარემ ეგეც ავხსნათ რომ მაგალითად მე შეიძლება ვიყო გამიგია ბევრჯერ ეგეთი ისტორიები რომ საერთოდ სხვა აღსარებლობის ადამიანი უცებ საერთოდ სხვა ის ხმა არის მის ხო იცი ანუ შენი კი ესმით ვიცი იქ მაგრამ ჩვენ მაყურებელი ვერ გაიგებს ეგრე შინაგანად მიკროფონი გასწავლდი ხო მოკლედ ანუ ეგრეგორების საკითხით რეგულირდება რელიგიების სტრუქტურა როგორც მახსოვს ეხა მოდი ესე რომ გამოგიძე სტრუქტურა როგორც ესეთი მაგალითად ეგრეგორი არის იგივე ყველანაირი ჯგუფი, ყველანაირი ესეთ ხალხის გაერთიანება არის ეგრეგორი. და ამას აქვს თავისი ენერგოსტრუქტურა. მაგრამ ძირითადი რელიგიები, მაგალითად ისლამი არის, ქრისტიანობა არის და რამოდენიმე იმდენად ძლიერი და იმდენად ფასეული არის, რომ მაგას ამ სიტყვას ვერ დავარქმევ უბრალოდ. თორე სტრუქტურა კი იგივე არის, ანუ მაგალითად, ანუ ის იგივეა, რაც თქვა, რომ რა ვიცი, ანუ იგივე არის, მაგრამ სულ სხვა არის, ანუ სულ სხვა დონეზე არის ასული და იგივე შტამს ვერ დაადებ რა ორივეს. ეს უფრო სულ სხვა არის, ანუ თორე როგორც ესეთი, ანუ მატერია, ლოგიკა იგივე არის ზუსტად. ანუ იქ უფრო გახსენი რა არის ეგ იგივე. ის მასშტაბი დიდი არის, ეს მცირე არის, იმას ეგრეგორს გვეუხერხულება რომ დავარქვათ, მაგრამ სტრუქტურა იგივე. გვეუხერხულება უფრო სწორი იქნება, იმიტომ რომ არ დაждდება რა, იმიტომ რომ ეხა ეგრეგორებს ასაც ვეძახით, გაცილებით უფრო პატარები არის და უფრო პარაზიტული არის რეალურად. ანუ იქ პირობებსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აი даже შეიძლება რაღაც ეგრეგორი იყოს, რომელიც ვითომ ემსახურება თავის გაწმენდას, გასუფთავებას, ენერგიის მიღებას. რეალურად ოკეი, მაგრამ შორს პერსპექტივაზე შეხედე აბა ამ ხალხს. ანუ მოკლე ვადაში სიკეთი არ კეთდება. თავარია რომ სიკეთი გაკეთდეს და ეს იყოს მდგრადი, სტაბილური და არსად არ მიდიოდეს. აი ამ პერსპექტივით შეხედე ახლა მაგათ გაკეთებულ საქმეს. მოდი ესე შევხედოთ. მაგალითად შეიძლება პრაქტიკოსი იყოს ვიღაც და მეუბნებოდეს, ოკეი, ანუ მე ხელს კი არ გიშლი, მაგრამ მანახი აბა შედეგი. ანუ შედეგი რა მე ხო შენ რო არ მითხრა მე ხო ხედავ რასაც აკეთებ ხო
კი რაღაცა შოკი მაგრამ დიდ რელიგიებს დაუბრუნდეთ, ანუ დიდი რელიგიების პრინციპი დგას იმაზე, რომ გქონდეს სახელმძღვანელო პლანეტაზე. მოდი ესე გავაკეთოთ. ეს არის სახელმძღვანელოს უნდა ვარქმევთ, მაინც რელიგია არის, მაინც მინდა რომ თავი ავარიდო ასეთ შეფასებებს, მაგრამ დაცვის ფუნქცია თუ აქვს 100% შემიძლია დავეთანხმო. ხალხი რომელიც რეგულარულად ლოცულობს, რელიგიურ პრაქტიკებს გადის, ასე ცხოვრობს, სრული დაცვა აქვს ხოლმე ყველაფრისგან. ანუ ძალიან ძნელი არის მაგათთან ესეთი რაღაცების დანახვა. ანუ დაცვის ფუნქციას როგორც ესეთი ყველანაირად ასრულებს ეს. მაგიტომაც არის თუ რაღაცა არის, მაგალითად მეც კი თუ რამე გამიჭირდა სეანსის დროს იქნება თუ ჩემიო შემოტევების დროს რელიგიებს მაგალითად ძალიან კარგი ის კავშირი მაქვს როგორც ქრისტიანობასთან, ასევე ისლამთან. ეხლა მე მუსლიმი ვარ, მაგრამ მარტო ისლამი არა, ქრისტიანობაც მაგალითად ქრისტიანული ეგრეგორი ძალიან კარგად მეხმარება სეანსების დროს. მაგალითად რაღაცა ისეთი ძალა თუ არის, რომ ჩემი პირადი ძალა არ ყოფნის, ანუ პირდაპირ სიტყვებით რო აგიცხა ხელის ჩავჭდე და ვერ გამომაქ პროსტა იმ შედი ძალა არის ჩვეულებრივად გამოვიყენებ მაგათ დახმარებას. ოღონდ ვეუნები ხოლმე რა სეანსს მე რომ იცი რა არის ეს რელიგია გამოვიყენებ რაღაც გველეშაპები მაგას აუ მაგ სიტყვებს რამ ხელაფასი და მნიშვნელობა აქვს იცი როცა შენ ამბობ ეგეთ რაღაცას რომ სინამდვილეში ყველაფერი ერთიას დადასტურება ეგ ჩემთვის რა და ეს ერთიას დადასტურებაც არის თან როგორი არის შენ თუ რაღაცას აკეთებ ხო რატო რელიგია არ დაგეხმარება? თან ისეთი არის, რომ ზუსტად ხვდები რომელი გამოიყენო, რომელ არსებასთან რომელი უკეთესად იმუშავებს, ან რომელი უბრალოდ ერთი არის ხოლმე რომ სეანს მერე ვიძახი რომ იცი რა არის ეს რელიგიამ დამეხმარა, შენ განკურნებაში გთხოვ, მიდი მადლობა თქვი. ანუ მადლობა თქვის იგულისხმება, ანუ ყველაზე მაღალი, ანუ ვიბრაცია, ენერგია არის მადლიერება. აი პროსტა მეჩეთში ან ეკლესიაში მიდე მადლობა თქვი ვიმეს კი არ მიადგე ან რამე კი აი პროსტა დადე კიეზოში და მადლობა თქვი და წამოდი რა ანუ ეს გააკეთე იმიტომ რომ შენ კურნალობაში მარტო მე არ ვიყავი ჩართული რა გამოვიყენე დამეხმარეს ვერ გამომაქრა ანუ მარტავი ანუ როცა ჩაჭიდებული გაქვს და ვერ ათრევ რა ძლიერი არის რა მაგარია საყვარელი აუ ძალიან მინდა რომ დაუბრუნდე რეინკარნაციას და მოდი ავხსნი რატომ მინდა რომ დაუბრუნდე რა რაღაცნაირად აი რაღაცების ახსნა რომ მიჭირდა მოკლედ მატერიალურ სამყაროში რაც ხდებოდა და ჩემთვის რო იყო გაურკვეველი და მეგონა უსამართლობა სინამდვილეში რეინკარნაციის იმ რწმენამ რომ რეინკარნაცია ნამდვილად არსებობს და ჩემი სული შეიძლება ხვალ კიდე სხვანაირად მოვიდეს რაღაცები გამიმარტივა ძალიან მე მოხდა ისე რომ ამ ბოლო დროს ძალიან საყვარელი ადამიანი დაუკარგე, მოკლედ გარდაიცვალა ჩემი მეგობარი, ძალიან ახლობელი, ძალიან დიდებული და პირველი შეგრძნება რაც მქონდა ეგ ინფორმაცია რომ გავიგე, იმიტომ რომ ცოტა მოულოდნელი იყო ეგეთი რამე რომ უეჭველი კიდე შევხვდები რა, ეგ იყო. ანუ მე მაგით თავს ვიწყნარებ თუ არა მაგას არა აქვს ნიშნულობა. შეიძლება თავს ვიწყნარებ. ძალიან მაგარ ამას გეტყვი. ანუ ეხა მაგალითად ყველაზე საინტერესო რაც მე არ ველოდებოდი. ანუ ხო გადავიჩეხე, მოდი ესე თქო ცხოვრების გზას გადაუხვე და სხვაგან წავედი და მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის რომ ხალხი შემხვდა რომელიც აქამდე ვიცნობდი. ანუ შემთხვევით მხვდება ხალხი, ანუ არ აქვს მშობა საათ და მე ვიხსნებ რომ ამას ნეტი 9 ჯერ ვარ შემხვდრელი. იქ და ყველაზე საკვანძვარი მე თუ შევძელი მის სახელის გახსენება იქ, მაგასაც ახსენდება. მე თუ შევძელი ან გავიხსენებ, მაგრამ ძნელი არის მაგის გახსენება. სახელი პირველი 100 ან 200 თუ გავიხსენებ, თვითონაც ახსენდება, თვითონაც აუ კი მართლა იქ ესე იყო და მე რაღაცა მეცნობა, მაგრამ ეხა არ მოვყვები ნამეტალი პირადია. ოკეი. და ხო და აი ამის თქმა მინდა რომ მოკლედ ყველაფერს დაუტოვოთ თქო ეჭვის თვალი რა. მე ზუსტად ვიცი შენ რასაც ლაპარაკობ და ძალიან კარგად მოყვები, მაგრამ დაუტოვოთ ეჭვის თვალი. შეიძლება მე ვიგონებდე იმას, რომ ოდესმე შევხვდები, იმიტომ რომ მინდება და მენატრება, მაგრამ შეგრძნების დონეზე შიგნიდან დარწმუნებული ვარ, რომ ეგ იქნება. მაგალითად დარწმუნებული ვარ, წინა ცხოვრებაში ხატიას ვიცნობდი. შინაგანად შეგრძნება არ მოგდის, რომ უკვე რამოდენმეჯერ ხარ შეხვედრილი? ეგ არ მოგდის? კი. მაგარი კი იყო. და გახსენება არის უკვე ტექნიკის საქმე რა. ანუ ნიხტიანო იქ შესვლის საქმე არის, რომ აი იქ ვიყავი. ანუ მაგალითად მეც იგივე შეგრძნება მომდის როგორც შენ, უბრალოდ მე პახოდო კიდევ ნახავს სად ვიყავი, როგორ ვიყავით, რა პირობებში შევხვდით, რამდენი ხანი ვიყავით, რა ფუნქცია შევასრულეთ, რა გავაკეთეთ და მაგალითად შეიძლება რაღაცები ამომიქნებო. სულ არ მინდა რომ გაიგოთ. ანუ და აი ეს განსხვავება არის, თორე ის კი არის, რა თქმა უნდა. და სხვათა შორის ბევრი ტრამებზე მინდა ვილაპარაკო, ამაზეც სანამ მოდიოდი სხვათა შორის ძალიან ეს ორი დღეა ძალიან კარგად მიტრიალებენ რა და სანამ მოვიდოდი ის გამახსენდა რომ ამაზეც მინდა ვილაპარაკო რა რატო უნდა ვილაპარაკო არ ვიცი სავარაუდოდ საჭირო არის და ვიღაცა ჭირდება კი
ანუ არის ტრამვები, არის რაღაც მოვლენები, განცდები, რომელიც შენ არც ერთ რეინკარნაციას არ ეხება და არ ეხება შენს ცხოვრების გამოცდილებას. აი, მაგალითად, იმდენად ღრმაზე შენში, მაგრამ ამას სურო რეგრესი გაიარო, სრული, იქაც ვერ იპოვე. იმიტომ რომ ანუ მე მაგალითად ან ძალიან არ მიყვარს როცა მეკითხებიან წინასწარმეტყველებაში აი გული მერევა რატო არ ანუ ეგ გასართო შენ თუნ ანუ არა ანუ ეს ანუ ეს არ არის სათამაშო ეს არ არის უბრალოდ ინტერესისთვის არა როცა თუ გჭირდება რეალურად მაშინას შეხვიდე და მე არ მაქვს ხა გასართობის ცენტრივით რაღაცა შევიდე და იქ ვამოწმო ანუ მაგიტო არ მიყვარს რა მის კეთება მაგრამ სურო ყველა რეინკარნაციაში ნაყო არც იქ არ იქნება და ახსენდება სანამ ვაფშე აქ აღმოჩნდებოდი იქ ანუ მაგალითად შემხვედრია ხალხი რომელიც ამიგდათ ადევს ის ემოციას სევდა მაგალითად წაგების და ვიხედები და არის galaktikuri ომიდან ახსოვს ეგ ანუ იმდენად ღრმაზი და ესეთი ხალხი 1-2 არ შემხვდა მე თვითონაც მქონდა რა იქ განცდა იმიტომ რომ კარგად მოგხვდა მაშინ და აი ეს ტრავმა დღემდე მოყვება მიდი ეძებე რეინკარნაციებში ამდენიც გინდა არ არის იქ არის და იქ რო ეუნები რო იცი რა არის კი მახსოვს იქ მეც ვიყავი და კი ესე წავაგეთ იქ ეს მსხვერპლი იყო ეს იყო და არა უშავს აი მაგალითად ერთი ბიჭი რომელიც სახელი უთხარ და პირდაპირ ამირეკა საიდან იციო გახსოვს იქ რო შეხვდითო მაგალითად მაგას კონდა ფრენიშიში ოღონდ არაფერს არ უკავშირდება ვაფშე და მე ვიხსენებთ რომ იქ მართლა ხომალდი ჩამოვუგდეს და რაღაცა მთელი ამბები ქონდა. ანუ იმდენად ეს არ შეიძლება ანუ გადაგჭეხოთ ეხა სამივე ერთად გადავიჭეხოთ და არ გვინდა რა ანუ ძალიან მარტივად ჯემალ ეგ ფრაგმენტები მეხსიერების სად რჩება? არ ვიცი. ძალიან მარტივად არ ვიცი. აუ მოდი ეგეთ რაღაცას ვკითხავ, რადგან ამას შევეხეთ, არ ვიცი ხა ამ სიტყვას რამდენად სწორად გამოვიყენებ, მაგრამ კარმული ვალივით წინა რეინკარნაციაში დავაშავე? არ არსებობს ეგეთი კარმული ვალი, ხო? რაღაცა რომ დავაშავე, ახლა პასუხის გება იმაზე არ მიწევს. კარმული ვალი არა, აი მე როგორ აღწერდი. ანუ როგორც ესე გადიან კარმას რო უყურები რაღაც დავაშავე კარმასავი წინ დამხვდება კი წინ დაგხვდება მაგრამ იმიტომ კი არა რომ ვალი გაქვს და რაღაცა არა შენ რო გაიაზრო რა რომ იმას რა განიცადა იმან ესე შენი პროგრესი არის ანუ მე დაჟე ვიძახი ხოლმე რომ ესე ცოტა რო გამექცევა ხოლმე რომ რა არსებობს ბოროტება არსებობს პირდაპირ ესეკეთ და არის ირიბი ანუ მე რო რაღაც დაგიშაო შენ ანუ სხვანაირად ეგრე არ არსებობს მტრები არსებობენ კარგი მასწავლებლები და არსებობენ აი დაახლოებით მაგაზე გადიხარ მაინც რაღაცას ანუ შენ მაინც მაგას მიხვდები რომ ესეთი ტიპი ახლოს აღარ უნდა მოუშვა ხო ისწავლი კი რომ აი ესეთი ხალხი მაგალითად აღარ უნდა იყოს თუმცა მე რო უყურებ ჩემს ცხოვრებას ყველაზე ასე ვთქვათ ჩემი აღქმიდან ნეგატიური მასწავლებლები გამოდგნენ ვინც მართლა კარგად მასწავლა რაღაცა რა ანუ ვინც ცოტა მაშინ რომ მეგონა რომ დამიშავა მივხვდი რომ ვისწავლე და მე უფრო მაგლიერი გამო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ვიაროთ და ყოველთვის თავში ვუწყოთ რომ კაი მასწავლებელი ვარო ხო ანუ ბალანსი უნდა გვეჭიროს მაგრამ კარმულს გავანებოთ თავი მაგრამ აი ესე პირდაპირ ესე რო არ გამოვიდეს რა რო კურთხევას ვაძლევთ ყველანაირ ქმედებაზე ესე რო არ გამოვიდეს ესეთი ფერი შეექმნა ზუსტად კარგად კონტროლდება ყველაფერი და ადამიანის გაყვანას რასაც ვეძახით რო ერთვება ეს პირდაპირ ჩვენთან ჩანს ხოლმე თუ შეგვიძლია უფლება რამის შეცვლის მაშინ შეგვიძლია უთხრათ ადამიანს ეს თუ არ შეგვიძლია შეცვლა და არ გვევალება შეცვლა ხმის ამოღების უფლება არ აქვს. ხო. შენ ისევ ეს არა ქვია, მკურნალებს და მასწავლებლებს და იმათ მიმართავ. კრისტალები რა არის? ძალიან ბევრჯერ ახსენე. ხან კარგავთ, ხან უნდა მოვიპოვოთ, ხან უნდა დავიბრუნოთ. შენ ხარ დაო კრისტალი. აგიწერე. კრისტალი მოდი ჯერ ის დავარქოთ, რომ კრისტალი ჩემი გონება ხედავს მაგათ კრისტალებად და ბევრის გონება ფილტრი, ანუ ყველაფერი ასაც ვხედავთ, შეიძლება ანუ ყველაფერი იყოს ანუ ენერგიებსაც აი ეს ლურჯ ფერებში ლურჯი ენერგიები გაქვს ლურჯი კი არა შენ აღიქვავ და მეც ეგრე აღვიქვავ მაგრამ ანუ რაღაცა ფერი ან რაღაცა ხონდა წონა კილო რამე ხონდა დაამატოს მაინც სიტყვაში რო ჩავას ხო ანუ გონებაც ეგრე მუშაობს რაღაცა მაგალითად რაღაცა ისეთი შენთვის ნაცნობრის სახეში უნდა განახოს რა რომ იქიდან მიხვდე რომ აი ეს რაღაცა არის რაღაც ფორმა უნდა მიაღებინოს და ჩვენთან ეხა მე უფრო კრისტალებად ხედავ ეს არის ენერგოცენტრები უნარები შესაძლებლობები რომელიც ან გაქვს ან არა გაქვს ან წართმეულია
მაგალითად, აი შენთან წინას რო საუბრობდი, ლურჯი კრისტალი გამოშვდა, პირდაპირ ვიღაცას წამოვაცალეთ და წამოვიღეთ უკან. ანუ ეს უფრო ნების კრისტალი იყო, რომელიც არ იყო აქტიურად ჩართული და ამან უნდა გამოანართოს. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა არის ეგ, მაგრამ ესეთი არის ბევრი. და შენ რო ჩამოდიხარ ან სხვადასხვა ეტაპებზე, ეს კრისტალები გერთმევა, ან წაგართმევენ, ან სადღაც წაიღებენ, რომ შენ არ გქონდეს. და როცა ესენი არ არის, ან რაც არ უნდა ისქენი რა, გასკდის შუაზე თუ გინდა, სანამ ეს კრისტალები არ აღდგება და შენ ძალას არ მიიღებ ბოლომდე, მანამდე ძნელი არის ეს შემოტევება. რაც შეუძლია, მე შემიძლია მაგის აღდგენა თუ შენი დახმარება მჭირდება მაგისთვის. თუ მეც შემიძლია. თუ იცი სად დაიკარგა ვისა და თუ მოერევი წამოიღე შენ თუნდაც. არა. ანუ არ ვიცი ხა შტამპი დაგადო არ შეგიძლია ვერ დავადებ. რო გითხრა რომ ხო გაჩნია თუ იპოვე სად იყო დაკარგული ვისა აქვს ვის არა აქვს მაგით კი. მაგრამ ეს არის რა რეალურად არის ეს ენერგო სხეული კი არა ცენტრები არის რომელიც რაღაც ძალებს გაძლევს. ესენი იარაღებიც ის არის და ინსტრუმენტებიც ეს არის. მაგდათ ხა იქიდან გამომდინარე რასაც ვაკეთებ ძალიან ბევრი ასევე კოლეგა მყავს და მეგობრები და ესენი და აი ესენ სულ ეკავენ რომ აი გუშინ ეს მომცეს და რეალურად შენ შეიძლება იარაღად ხედავ ხმალი მომცესო მაგალითად ხმალი და ფარი და არა შენ დამატებითი ძალები შეგეცნო ანუ დაცულად ხარ აი ინსტრუმენტები გაქვს ესეთი ამაზე ის სიმბოლოებიც არის ისი მეტაფორებიც გონება ფილტრავს მაგას ეგრეთ თორე რეალურად მართლა ეგრეთ და მაგიტომაც გამოდის რომ ყველა შეიძლება სხვადასხვანაირად ხედავდეს რაღაც სივრცეებს მაგრამ აღქმის დონე არის, რამდენ სუფთა არის და შენ თუ ხარ, უფრო მაგიტომაც უნდა იყოს სუფთა გამტარი, რომ მინიმალური დამახინჯებით წამოიღო ეს ინფორმაცია. თუ კითხეს მე რა ვიკითხო მე. შენ ხო თქვი რომ ყველაზე მაღალ ვიბრაციული მდგომარეობა და გზნობა და სიტყვა და ყველაფერი არის მადლიერება. ხო და ხო მადლიერებაც კი. აი რა არის რას გვეტყოდი რა გზნობა თუ რა მდგომარეობა თუ რა ემოცია თუ რა ქმედება არის ყველაზე დაბალ ვიბრაციული რომელიც ამ ენერგოპარაზიტებს იზიდავს. არა დაბალზე საუბარი არ მინდა, მაგრამ უფრო კარგს ვიტყვი რომელიც აი ესეც უკურთხო ყველაზე ან даже მადლიერება ხო სუფთა ენერგია არის, მაგრამ მაგაზე უფრო მეტი გამავლობა აქვს გულწრფელობას. გაცილებით უფრო დიცი, ანუ ეხა კიდე მათემატიკას რო დაუბრუნდე და კიდე სანტიმეტრებს რო ვადებდი. ანუ მაინც მიმჩვევია ეგეთ. ანუ ერთი თუ არის 10 მეტრა, მეორე გადის 150 მეტრაზე. გულწრფელობა. და ამ ეპოქაში ძალიან დაფასდა, ნაღდობა. ანუ გინდა, რაც გინდა მითხარი მართლა, ოღონდ გულწრფელობას მითხარი რა. ანუ ეს არის აი მართლა შინაგანად ლაპარაკობ რა, ანუ ეს შენ ხარ. და პლუს კიდე ის არის რატო არის გულწრფელობას დიდი ეფექტი აქვს. დიდი ისა, თუმცა რეალურად რაც მე ხდება, შენთვის არის მორგებული. და შენ რაღაც როლში ხარ, სულ რო გულწრფელი ის იყო, რა ქვია, მადლიერებაში იყო, ხო? ანუ ოკეი, კაი, მაგრამ გულწრფელი რო ხარ, უკვე ყველაფერი შენზე არის მორგებული, შენ აღიქვავს რა. კოსმიური არსებების მოზიდვაზე და დაბალ ვიბრაციაზე, იმიტომ არ გითხარი, რომ არ უნდა თქვა რა არის ეგეთი ყველაზე დაბალი ვიბრაცია? არა, თვითონ იმდენად ყოველთვის გასაგებია, რომ რა აზრი აქვს მაგ ნაგავში, ეხა ჩაყოფა თავის. ან რა აზრი აქვს? ან დაბალი ვიბრაციები ხო გასაგებია რაც არის. რა საჭირო არის მაგას ლაპარაკი. ოკეი, ჩვენ დღევანდელი თემა ეგ არისო, მაგრამ მე მაინც მინდა რომ სიზმრებს აუცილებლად უნდა შევეხო. თუ ეგეთი საინტერესო მოსაზრება მაქვს მოსმენილი, სიზმარი კაი იქნება, ამის სიზმრები იქნება ფლაც აუცილებლად. მოვა ეს დღეს ღამე ჩვენ სიზმრებს ხო იცი? ანუ ეგეთ რაღაც მაქვს გაგონილი, რომ შენ როცა გძინავს და სიზმარს ხედავ, რა იცი რომ ეგ არ არის რეალობა და როცა იღვიძებ, რა იცი რომ იქ არის ძინებ და აქ არის იღვიძებ. ანუ პირიქით რა. არ ისმის. მაგაზე პასუხი რომ ექნება, ჩემცაც გავარკვევ და შენც გეტყვი. ანუ მე ხლა მაგალითად რო ვიღვიძებ, მგონია რომ რაღაცა თლაც ისე იქ უფრო რაღაც საინტერესო იყო და აქ რა შვები არ ვიცი. რეალურად რაღაცა ხდება პარალელურად. იქ თან არის რომ ესეთი ჩვენნაირები, სპეციალისტები, მომუშავე ხალხი თუ რასაც და კურსებს მიიღმა ხალხი, ანუ იქაც მუშაობ და იქ გაცლებთ პრომეთს მუშაობთ როგორც ხვდები ანუ სივრცის გახსნები 1000 რაღაცა ისე მაგალითად შეიძლება ისეთ რაღაცებს აკეთებდე რაც ფიზიკურში ვერ გააკეთებ და 1000 რაღაცა ანუ ამის სწორი მექანიზმი ისე დაალაგებულად რო გითხრა არ მაქვს გავიგე მექნება დიდი სიამოვნებით არა გექნება და მოხვალგათ საწახო ხო და მაგრამ ჩვეულებრივ დონეზე რო ვილაპარაკობ სიზმრები ყოველთვის არის ინფორმაცია
ჩვეულებრივ ხალხზე საუბარი აქ. მე მაგალითად სანამ ესე მივადგებოდი, სიზმრებში ყოველთვის მეუნებოდნენ ზუსტად რა არის გასაკეთებელი. ანუ მაგალითად, ოღონდ სხვა ფორმებით, მაგალითად რაღაც ცხენი მოა თუ მთეო მოა თუ ის მოა თუ თავარია რას გეუნება, ის შინაგანი ხმა არის. შინაგანი ხმა რაღაცას გეუნება, ვიდრე სხვა სამყარო. ეხლა მე მაგალითად შეება ვარდებოდე სადღაც და არ ვიცი, ვესახას ვერ გიხსნი, ვერ ახვწერ, მაგრამ ჩვეულებრივ დონეზე უფრო ვიტყოდი, რომ ეს არის შინაგანი ინფორმაცია, რომ რაღაცას მიაქცია ყურადღება, ან რაღაცა გასაკეთებელია და არა გაკეთებული. მაგასთან ერთად როცა დაიწყე, მოკლედ ამ გზაზე რო დადექი რა, სამყაროსგან მქონდა მინიშნებები და ვერ ამჩნევდი და როცა რაღაცეები გააცნობიერე შეამჩნიე. არა, დიდი ხანი მე ჩარჩებოდნენ და მევაჭრებოდი, კაი ვაჭარებით. ანუ თავიდან იყო რომ ვაფშე ამის უარყოფა, სრული უარყოფა, ანუ ანგელოზებს ხედავ მეთქი არა უშავს რაღაც დავლევ გამივა, დავიძინებ გამივა, არა უშავს. ხო, ნუ იგნორის ის იგნორი კი არ და ნუ არ მინდა რა გამანებეთ კარგად ვარ ესე. და მე იყო რომ ანუ ნაწილობრივ გავაკეთებ რაც მევალება და ოღონდ თავი გამანებეთ. ანუ ჩვეულებრივად სამსახურში დავდივარ, მუშაობ, აი საღამოს 2 პაციენტს ვიღებ, მაგალითად 11-მდე პირველამდე მუშაობ და მეორე დღე დამითმეთ მამუშავეთ რა სამსახურში. და ისე მქონდა რომ რამოდენიმე წელი მაცალეთ რა, ესე მაინც რაღაცნაირად რომ ანუ ჩვეულებრივად იმას რომ ამას გაგიკეთებ და შინ აქ დამითმე რა. ანუ რაღაცა და ესე დაიწყო და მე უკვე მივხვდი რომ უკვე ტყუილად ისაც შენ თავის მოტყუება არის რა, მითხრა და აზრი არა აქვს, ჯობია რომ უკვე ეკით იყო. მაგრამ აი კაი მცდელობები მქონდა რომ აი ესეც და რა მაინც ხო, ნუ შენი გზა გამოვიდა რომ ეგ არის რა. ხო, მე მინდა ერთი ესეთ რაღაც შემოგთავაზოთ, რადგან ამ გადაცემაში ყველა საკითხს ვერ შევეხეთ დაჟე ჩვენს ჩამონათვალში, რაც იყო კიდევ ერთხელ დაუძახოთ დემონებზე მონადირეს ჩვენს ეპიზოდში და ამ ეპიზოდში ერთ საკითხს მინდა შევეხო დემონებზე მონადირე ყველა და არ ვახსენე და ამით მოვჭეთ ამ თემას და გადავდოთ შემდეგი გადაცემისთვის, დავდოთ პირება რომ ვისაუბრებთ სულის კონტრაქტებზე, რომელზეც ამ ეპიზოდში არ ვისაუბრებთ. ვარაუდოთ იმ ხალხის იქნება, ვინც რაღაცებს ეძებს რა და ამ სასიკეთო ყოველთვის იქნება სასარგებლო. ამ შემთხვევაში რა მაინტერესებს, რატომ დემონების მონადირე ისევ შემოვიტანე, ასე ვთქვათ, დარბაზში. შენ თქვი რომ ანუ არ მინდა იმ ნაგავში ხელი შეყოფა, მაგრამ მე მაინც ძალიან მაინტერესებს, ვის ხედავ ხოლმე, ვის დაძდევ ხოლმე, ანუ როგორ ებრძვი მაგ ფორმებით რო აღწერო და რატომ მაინტერესებს მაგას გეტყვი, როცა რაღაცა ამ ფორმებზე წარმოდგენას შეგვიქმნი. ნუ ეს ფორმები, ანუ რაღაც ამაზე სასაუბრო თემა მგონი არ არის, არც მინდა ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ვიტყვი რომ ეს ანუ ხელს რო ჩაკიდებ როგორც შენ მოგესალმები, ისე იგრძნობა. ფორმა, სხეული, წომა, ზონა, ფუნქცია, რასაკეთებს, რომელ კასტას მიეკუთვნება, საიდან არის შემოგდებული, რატო არის შემოგდებული, რა ფუნქციას ასრულებს, რატო არის ამდენი ხანია ზის. მაგრამ ამაზე ესე მხატვრულად და საჯაროდ ლაპარაკი არანაირ სიკეთეს არ შექმნის. გასაგებია მისაღებია შენი პასუხი. უფრო იმ მიმართულებით შეიძლება რომ იგივე თქვა სოფომ დასაწყისში ძალიან კარგი შეკითხვა დასვა, აი რა გამოვლინებები აქვს უკვე რეალურ ცხოვრებაში, ადამიანის ცხოვრებაზე. დადუმებიდან აი ეს მაგალითად ეს კეისები ზედმეტ ეჭვიანობას და ბოროტებამდე. დადუმება ემართებათ მაგალითად აი რო ვიძახდი რომ გთხოვთ ააცილეთ თავი ყველანაირი ხელოვნური ენერგიების მიღებას, აი ისინი მოდიან დადუმებულები ჩვენთან, სხეულს რო ვეღარ გრძნობენ. ამათ ემართებათ. და მაგას დეპრესიასაც ეძახიან შეიძლება. არა, დეპრესიას არა, სრული დადუმება ხდება, დეპრესიას არა, მაგასაც ვერ გრძნობენ. უკეთესია რომ დეპრესია კონდეს, მაშინ უკვე რაღაცას გრძნობ. ცოცხალი ხარ. ანუ ცოცხალი ხარ. აი დადუმებიდან გაბოროტებამდე და ეს გაბოროტება ადამიანი კი არ გავს, ბოროტი კი არ გიზის. ანუ რეალურად ეგ არის просто დაპრობილი აქვს ორგანიზმი. შემდეგ გამოიყვანო იქიდან და გაასუფთავო რაც ღვთაებრები არის. ანუ მე მაგას ვიძახი რომ მე არ ვაკეთებ, მე არ ვქმნი, მე უბრალოდ ზედმეტია მაგას გაშორებ. ჩემი ენერგიით მე ვარწო გამოკაჩვა და მითად გატანა და 1000 როგორც გინდა ისე შეარქვი. მაგრამ რაც ხარ ეგ დარჩეს და ეს პლასტიკური ჩარევები არ ჭირდება. არ ჭირდება რაღაც მომატება და რაც გაქვს საკმარისია ყველაფრისთვის. და ვინც მიჯერებს მე არც უნდა ხოლმე. აუ ერთ კითხვას დაგისვამ და მოვჩეთ. რადგან პირველი არის ეს შენი გამოჩენა,
ჩემს განსაკუთრებით არის საინტერესო ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს ეგ ამბავი თავიდან რო უთხარი. ჯერ არ მიუღიათ. ჯერ არ იციან. ჯერ არ მიუღიათ. როგორ არის და დედაშერმა მოკლას. და ხატიას უთხარი 2-3 ნაცავი შემომჩა მეთქი გთხოვდა ისე ნუ გააკეთებ რომ პოდკასტ მე ისიც არ ყავდეს. ხატია უნდა დაგეგმოს ეგ. მოკლედ მე გეტყვი ეგეთ რაღაცას. ხატია ეძახის ხოლმე ლოცვას ჩემ დასასრულს რა და მე ყოველთვის სამყაროს უხდი მადლობას იმისთვის რომ ერთმანეთს შევხვდით. მე ვიტყვი რომ დღეს შენ და ჩემი პირველი შეხვედრა იყო. ესე დავარქვათ და ყოველთვის ვარ უბედნიერესი, როდესაც ხვდები ადამიანებს, რომლებიც მიდასტურებენ არამატერიალური სამყაროს არსებობას. და შენ ნამდვილად იყავი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, იყო მანამდეც რამოდენიმე. ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის. ხატიას დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ პრანა რო არ ყოფილიყო, შეიძლება შენი ესეთი ხატი და სახე ვერც დამენახა და ნამდვილად არის პრანა ის სივრცე, სადაც ჩვენიანები იყრიან თავს ნამდვილად. მადლობა ამ სიტყვისთვის ჩვენიანები. ჩვენიანებისთვის მადლობა. უღრმესი მადლობა მაყურებელს. დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ახალი ნამდვილად აღმოაჩინეთ. როგორც შეგვპირდით, კიდევ ერთხელ გვეყოლება ეს საინტერესო ადამიანი სტუმრად. თუნდაც მარტო იმიტომ რომ თემები ბოლომდე ვერ ამოვწურეთ. უღრმესი მადლობა ხატიას და გიგზავნით ძალიან დიდ სიყვარულს, მადლიერებას, პატივისცემას და რა თქმა უნდა, სანამ დავასრულებ გადაცემა უბრალოდ რომ დავასრულოთ გადაცემას დიაგნოსტიკას გამოგთხოვებ. მადლობა მოპატიჟებისთვის, ძალიან ხელავდი, სხვათა შორის სანამ მოვიდოდი და ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, რომ ძალიან თავისუფლად ვლაპარაკობდი. ჩვენც შეგვიძლია რა. ჩვენი მაგია. ჩვენ შეგვიძლია რაღაც. პოდკასტის ის შეგრძნება საერთოდ არ დამიმართა, როგორც აი ხატიას ველაპარაკებოდი, გოგოები ვჭორავდით ერთმანეთში, იგივე შეგრძნება მქონდა. ხო გითხარი დასაწყისში ეგრე იქნება თქო. მადლობა ამ გამოცდილებისთვის. დიდი მადლობა. ხო და მეგობრებო, ეს ყავა ტყუილ არ დამჭირე ხელში. ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული კომპანიის მიერ, ასე ვთქვათ, შემოთავაზებულ გემრიელ ყავას მივირთმევ, მაგრამ ფულსაც თუ გადაგვიხდით, კარგს იცავ. ხელს გამოაყოლე და ზოგადად ესე შეიძლება რომ ააგიდოს. ჯემალმა ხელს გამოაყოლა და მოიტანა და უცებ რეკლამა გამოგვივიდა. შეიძლება ხელს გამოაყოლა ჯემალმა სპონსორიც, არ ვიცი. კი, ნახოთ. დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს მინდა მივმართო რომ ჩაერთოს ამ ძალიან საინტერესო საქმეში და ჩაერთოს ინფორმით, რომ თუ კი მოუწონვართ და მოკლედ ჩვენი ჩვენს არსებობაში აზრს ხედავს, კარგი იქნება ფინანსური მხარდაჭერა, ან მინიმუმ როგორც სოფო მოიფიქრა ესეთი ახალი დაგვასუბსკრაიბონ. დაგვასუბსკრაიბონ, ყველგან სადაც შეხვდებით, ან მოგძებნეთ კიდევაც. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჯემალ, მე ჯამალი მომწონს რო ქვია. და დიდი მადლობა ჩემს სოფიკოს, აქაურობას და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის.